ეს სცენა იწყება სამარეში დარჩენილი ფურცლის სუნით ყავისფერი, მტვრით დაფარული, გვერდებზე ფრაგმენტულად წერტილოვანი წითელი ბეჭდებით, რომლებზეც წარწერაა საიდუმლო. როცა მოპირდაპირე კარიდან გამოყვანილმა სპეცრაზმა შესვლა დაიწყო, აღმოჩენილი იყო ნივთები, რომელთა არსებობა არავის ხომ არ ჰქონია წარმოდგენილი. ჯავშანი და ჩანაწერები, ხელნაწერი ნოტები, პისტოლეტის სახელური, ბალიში, რომლის ბოჭკოებში რაღაც წითელი შეცურებოდა და პაკეტში აკურთხებული ერთი პატარა მიმოწერის ასლი, ყველა ისინი ქმნიდა ქაღალდზე ხვდებიან ჭრილ განცდას, წარსულის დანიშნულების ზუსტ კონტრასტს. ეს ფურცლები იყო იმდენად საიდუმლო, რამდენადაც მხოლოდ რამდენიმე ადამიანი იცნობდა მათ, და სწორედ იმავე ღამეს, როდესაც ეს იარაღი და ეს ნოტები იქნა ნაჩვენი, ეს სამხილები მოულოდნელად გაქრა, ისე, თითქოს მათთვის არავის ჩასვლას არ შეეძლო თვალის დახუჩვა. ეს ასახებაა ქრონიკის პირველი გადატვირთვის, სად გაუჩინარდა ის, რაც იმ დღეს მოაწყვეს. ვინ სწავლობდა ამ ქაღალდების ტექსტებს ისე გულდასმით, რომ შემდეგ მათ ხელში აიღო გადაწვნა, შეეცვალა მასშტაბი? და როგორ შეიძლება, რომ იმავე ეპიზოდში, როცა წალენჯიხის რაიონში, სოფელ ხიბულაში ღამე დამთავრდა და იქ დარჩენილი იყო მხოლოდ მტვერი და სარკეების ნამსხვრევები, რაღაც პატარა და უდარცხო მოურანდა ყველაფერს იმდენად, რომ ერთ ქალს დრო და სიჩუმე მისცა იმ სიმართლეს, რომელიც წლების განმავლობაში ჰქონდა გულში შეკრული. სანამ რაიმე პასუხი მოუძებნით, შეყონდით იმ ზღვარზე, სადაც ფურცლები ხელში გვეფერწებიან, ამისფერი და ბეჭედი, ის სიტყვები, რომლებიც თავისთავად იქმნიან იმ დროს, როცა საზოგადოება მოსვენებას კარგავდა. ეს იყო ცივი, მტვრიანი ქაღალდი, სადაც გამოყოფილად იყო ბეჭედი საიდუმლო და იმ ბეჭდის ქვემოთ გრაფა, რომელიც მსუბუქად მიუთითებდა უშიშროების სამსახური. ეს სიტყვები, ეს ბეჭდები, ეს ფურცლები, რამდენად შეიცვალა მათით ჩვენი წარმოდგენა იმ ღამეზე, რომელიც მიზანშეწონილად მიიჩნიეს როგორც უეცარი დასასრული. და რაც მთავარია, თუ ეს სამხილები გაქრა, ვინ გაუძღვა მათ გაქრობა და რატომ შეიძლება ეს ქმედება ჩაითვალოს სამარტო ნაწილად უფრო დიდი თამაშისა, სადაც ხმის ამოღება შეიძლებოდა სიცოცხლის ფასადაც გაეღო. როლებში, ერთი ქალი, რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე იცავდა სხვა ტიპის ფიცი, ქვრივის ფიცი. მანანა არჩვაძე გამსახურდია, ქალი, რომლის სიჩუმე უფრო მძიმეა, ვიდრე ბეჭდით დაფარული პაკეტები, 3 ათეული წლის განმავლობაში ინახავდა ნივთებს, ხმას და მოგონებებს, რომლებიც მა ერთ-ერთ უდიდეს სიმართლედ ეჩვენებოდა. იგი აცხადებს, რომ იცის ის სახელი, რომელიც იქა შესახებ იწვევს ღრმად პირად და საზოგადოებრივ ბზარს. მან მთელი ეს წლები უარი ეთქვა სახელმწიფო გამოძიებების მიღებაზე, მისი კრედო იყო, რომ მხოლოდ მის ხელშია სიმართლე. და ახლა, როცა მან პირველი ნაბიჯი გადადგა და გაილაპარაკა, მან დაასახელა სახელი იმ სახელს, რომელიც თითოეულმა ქართველმა იცის და რომელსაც მისი ბგერები ქვეყნის ისტორიას ცვლის. ვისზე მიუთითა იგი? ამ კითხვას პასუხის გაცემის მცდელობა იწყება ამ ისტორიით, არა უბრალოდ ერთმა გვირგვინმა ან ერთი ინციდენტმა, არამედ ქსელის მიერ, რომელშიც ჩართულია ძალა, მოღვაწეობა, ერთგულება და, ბოლოს, არანორმალური გადაკვეთა. ეს პირველი თავი არის მოწოდება ყურადღების ცრემლზე. ის გვიტოვებს ერთ კითხვას, თუ ფურცლები, რომლებიც შეიძლებოდა გამჟღავნებულიყო სამყაროსთვის და ეღაღადა სიმართლე, მოულოდნელად გაქრა, მაშინ ვინ დაინახა ამ სიმართლის ფასი და რატომ დარჩა ის მხოლოდ ერთხელ გახსნილი თქმულება? თქვენ გრძნობს ხოლმე, როგორც ჩამოდის ძვალში მცირედ, კბილის ტკივილის მსგავსი წინდახევის შეგრძნება, როცა წარსული ცდილობს გკითხოთ. ეს შეგრძნება თან ახლავს ქაღალდსაც. და როცა ამ ბეჭდს და მის სამხილებს დაუყვალავთ, მივალთ იმ ადგილზე, სადაც ადამიანი შეიძლება ასწავლოს უფრო ცივილი საქმის შესახებ, როგორ იყო იმ დროს ალაუფლების შიგნით ცნობა, ვინ დასჭირდა, რომ ეს პაკეტი გაქცეულიყო და ვინ გააკეთა ის თვითმხილველი, რომელიც ასე ადვილად დააჩქარა ცხოვრება. ეს პირველი თავი არ მთავრდება დასკვნით. ის ამბობს მხოლოდ ერთს, მანანა არჩვაძემ ქვრივად წოდებულმა, არავითარ შემთხვევაში არ დათმო თავისი სიმართლის მონაცვლეობა. მისი სიჩუმე იყო არა დაუსჯელობა, არამედ მტრობა საზოგადოების მიერ. ახლა, როცა მან დაასახელა სახელი, ერთი სახელი, რომელიც ყველა მიცის, რას ნიშნავს ეს სახელი ქვეყნისთვის და როგორაა შესაძლებელი, რომ ერთი სიტყვა შეიძლება აღდგენის თათბირებად იქცეს? თქვენ როგორ იქნებით, თუ გეტყვით, რომ ეს სახელია მხოლოდ კვანძი ქსელში, რომელიც ყველა სხვა საკვანცელოში იხსნება? ვინ არის ეს აბეზარი პიროვნება და როდის მოვა იმ დღის უქმე, როცა სიმართლე საბოლოოდ არ დარჩება მარტო მანანას ფიციად? ან არეკლი იმისა, შეიძლება იყოს ჩაკეტილი, ვრცელდება ღრმად, წარსულის კიდე არ არის დასრულებული. კითხვები რჩება, ბეჭდები რჩებიან და ის ერთი სიტყვა, სახელი, რომელიც მანანა არჩვაძემ თქვა, აგრძელებს სამყაროს გამოწვევას. ახლა, როცა ჩვენ უკვე შევიჭერით ფურცლების სუნს და მათი ბეჭდის ხმას, თქვენ გეკითხებით, თუ ეს მან განაწყო, ვინ გაუმზადა მას ამის თქმა და ვის და რას უკავშირდება ეს ერთი სახელი?
მე ბოლომდე მჯეროდა, რომ ჩვენ გადავრჩებოდით, ამ ფრაზით იწყება მისი საუბარი, ხმა მისევ უკან დაიჭირა და შემდეგ წამიერად გაუმძაფრდა, როგორც ადამიანი, რომელსაც მთელი ცხოვრება ჰქონდა შეკრული ერთი სიტყვა. ეს სიტყვები გვეუბნება ერთ რამეს, ჩვენ ახლა ვსაუბრობთ იმაზე, რაც ერთი ადამიანის მეხსიერებამ გამოიღო წლების სიჩუმიდან, ერთი ყოფილი თანხლები წევრი, რომელიც ახლაც თვლის, რომ ბოლო მომენტში შეიძლებოდა სხვა გზა ყოფილიყო. ეს ჩვენების სარჩელი არის პეტიცია ისრის მიმართ, რომელიც მან გამოაცხადა წლების წინ. ეს მეორე თავი იწყება მოწმის ჩვენებით და ჩვენ გვიწევს მის თვალებში დაკვირვება, კაცების და ქალების, რომლებიც გვერდით ეხვეოდნენ პრეზიდენტს და რომლებმაც წლების განმავლობაში იცვლიდნენ მეტყველებას. ყოფილი დაცვის წევრის სიტყვები არ არის მხოლოდ პირადი გასაღები, ისინი ბადა საიდუმლოთა, რომლებიც საუკუნოდ ჰქონდა გამოკრული და ახლა უეცრად იხსნებიან. მისი ხმა კანკალებდა, როგორც ვინმე, ვინც ისევ ხედავს იმ ღამეს და ამბობს, რომ დაგვიანება არ იყო მხოლოდ დრო, არამედ მრავალპირი იმპერატივი, რომელსაც ვითარება ავად და საშინლად ჰქონდა ერთობლივად შეკრული. მანანა არჩვაძის მიერ წლების განმავლობაში გაზრდილი ეჭვი არ იყო დაბალი ემოცია, ის იყო მსხვილი სტრუქტურირებული ლოგიკური თანმიმდევრობა, როგორც ოჯახი ამტკიცებდა, ეს იყო მკვლელობა. და ახლა როცა ჩვენ ვცემთ ყურს ამ ყოფილ თანამშრომელს, ის ამბობს, იმ დღეს ბევრი ჩვენგანი იყო სანახავი, იყო ადამიანი, რომელიც უნდა ყოფილიყო სხვა ოთახში და იყო ერთი ადამიანი, რომელსაც ვერ დავინახეთ, მაგრამ მისი სენი იგრძნობოდა. მისი სიტყვები გვთავაზობს ქცევის იმ მდელს, რომელიც თანამდე ყველა იმას, რაც მოგვიანებით წარმოიქმნება, დაცვის ზოგი წევრი სხვაგვარად გვიამბობდა, ზოგი სხვაგვარად. ჩვენები, რომლებიც მაშინ იყვნენ იქ, სხვაგვარად წარმოაჩენდნენ არსებას. კითხვები ზრდიდნენ კითხვებს, რატომ ცვლიდნენ ჩვენებებს ისინი, ვის აწყობდა ისინი შეცვლიდნენ და რა ღირებულება ჰქონდათ ყუილს. ეს მეორე ნაწილი არის აღსრულება, ჩვენ წარმოდგენა გვაქვს იმაზე, რაც ხდებოდა ხიბულაში იმ უკანასკნელი დღეების განმავლობაში, პრეზიდენტისთვის და მის მომცრო მიმდევრებისთვის და ამ წარმოდგენას ვაყოლებთ მოულოდნელ და უანგარიშო დამოწმებებს, რომლებზეც ახლა პირველად ხმას იღებენ. ეს ჩვენებები აღჭურვილია ემოციებით, შეცდომებით, ორიენტირებით იმაზე, რასაც ისინი სამართლებრივი ბრძოლა უწოდებენ. ეს ბრძოლა იყო წლების განმავლობაში დაჩრდილული, დელიკატური და არა მარტო სამართლებრივი, ეს იყო ტრივიალური ბრძოლა იმისთვის, რაც იწოდებოდა როგორც სიმართლის აღმოჩენა. შესაძლებელია, რომ თქვენი გულისხმიერი პასუხი იყოს სკეპტიკური. ხვდები. ბევრი ჩვენგანი განიცდიას მოგონებებს. მაგრამ ის, რაც აქ ჩვენამდე მივიდა, არ ყოფილა უცბად აღმოჩენილი, ეს იყო წლების განმავლობაში შენახული, შემაღლებული და დაბეჭდილი ტრაგიკული შეგრძნების გუნდი. ყოფილი თანხლები ამჟამად ამბობს, რომ მან იცოდა რაღაც, რაც სხვებს არ უნდათ ეთქვათ, და მისი წერილი ან მისი სიტყვები არის არა მხოლოდ პირადი ტვირთი, იგი არის მოწოდება საზოგადოებისთვის, რომელმაც შანსი შეიძლება ჰქონოდა, რომ შეცდომით აღიარებული სიმართლე დღესაც ჰქონოდა. ეს იქნება არადიდური განცხადება იმის შესახებ, თუ როგორ უკავშირდება მისი ჩვენება იმაზე, რასაც მანანა ამბობს, მაგრამ ერთი რამ ცხადია, მისი ხმა ამატებს სხვა ფენას იმ მოწმობის ისტორიას, რომელიც წლების განმავლობაში იყო გაჩახჩახებული. იქ არის ახალი დეტალი, იმ პირთა ნეიტრალური დამოკიდებულება, რომლებიც დღეს აცხადებენ სხვაგვარად. ეს ახალი დეტალი გვთავაზობს პასუხს, რომელიც მალე გადაიქცევა კითხვად, თუ ამ ყველაფერს ვუკავშირებთ ერთ კონტურას, ავთანდილ იოსელიანის სახელს, რომლის დაკვირვებამ მანანა აუწყა საზოგადოებას, როგორ ამართლებს ეს სხავის თქმას. არის თუ არა ეს მხოლოდ სახელი, რომელიც სიმბოლურად აღნიშნავს სისტემურ პრობლემას, თუ არის რეალური პირი, რომელიც დაიწყო ოპერაცია, რომელსაც ჩვენ ხიბულას ღამე ვუწოდებთ. ამ ეტაპზე ჩვენ ვდგავართ წინ მიდგომის, სიტყვები ორივე მხრიდან ქმნიან ქსელს და იმის გაგება, თუ რატომ და როგორ ეს ადამიანი შეიძლება ყოფილიყო ჩართული არის შეკითხვა. მაგრამ კიდევ ერთხელ უნდა გავიმეოროთ ის, რაც მანანა ამბობს, რომ უშიშროების სამსახური იყო ჩართულ და რომ სახელი, რომელსაც მან დაასახელა, ის სახელი, რომელსაც თითქმის ყველა იცნობს, არის პირი, რომლის გავლენა მიაღწია სიმაღლეზე, სადაც საბოლოო შედეგი გახდა ტრაგიკული. და ამიტომ, როცა თქვენ დაგვტოვებთ ამ ნაწილს, გამოწვევა თქვენთვის არის მარტივი, რამდენად მზად არის საზოგადოება მეხსიერების გადასინჯვისა და ახალი კითხვების დასმისთვის. მზად არის თუ არა, რომ შეხედოს სიმართლეს თვალთვალში და თქვას, რომ ეს არ არის მხოლოდ ერთი ადამიანის ამბავი, არამედ სისტემური სარკის გატეხვადი ნაწილი. არის რაღაც დასკვნითი კითხვა, რომელიც ამ ჩრდილოვანი გადმოცემებიდან იბადება, თუ ჩვენ შევკრავთ ყველა ხმას, ყველა ნოტს სამხილს და ყველა დანაკარგებულ ფურცელს, შეძლებსა თუ არა საზოგადოება ბოლოს და ბოლოს ახსნა განმარტებას, რომელიც არ იქნება მხოლოდ ეჭვი და რომანტიკა, არამედ რეალური სამართლებრივი პასუხი? და თუ არა, რამდენად ახლოსაა ჩვენგან იმ დღეს, როცა სიმართლე აღარ იქნება მარტო ქვრივი სპიცი.
რამდენიმე ღამის წინ, როცა საუბარი იმ ღამესთან connected with explanations, ერთმა მოწმემ თქვა, რომ იყო ვიზიტორი, ადამიანი, რომლის სახელი არ იწერებოდა დამოწმებებში, მაგრამ რომლის ფეხსაცმლის მტკიცე ნაბიჯი თითქოს მთელი სახლი დატოვა. ეს ვიზიტი მოხდა რამდენიმე დღით ადრე. ის არ ყოფილა სტუმართა შორის დასახელებული, ის არ ჩნდება იმ სიაში, რომელიც მხოლოდ ნიღბებში შესვლის უფლებას იძლეოდა. და მაინც, როცა იმ ღამეს მოიწყდა ამ ვიზიტორის ხმა და გადაღებული საუბარი, იქვე დარჩა ისეთი განცდა, თითქოს რაღაცთან აღმული იყო, როგორც საათი, რომლის ტიკი შენ კი არ გრძნობ, მაგრამ ის სიზმარში შენ გესმის. ეს დაიწყო იმ ტაირმა ვიზიტით მცირე დეტალით, რომელიც თანმიმდევრულად ქალაქის გულში ქმნის ჯაჭვს. იმ რამდენიმე დღის წინ სტუმარმა, რომელიც არ იყო ნაფიქრი, შემოვიდა კარლ ღურცკაიას სახლში. მას არ ჰქონდა ოფიციალური რეგისტრაცია, მას არ ჰქონდა ფორმალური მიზეზი, მაგრამ ის შედიოდა. ის და მათი საუბარი ჩანდა ისეთი, როგორც ასეთი, რომელიც ადამიანების ცხოვრებას საბოლოოდ ცვლის. მოზომილი ხმა ან არალური ტონსა და ის კლიმატი, რომელმაც მოგვიანებით დაარღვია ყველაფრის ნორმალურობას. სხვა მოწმეთა და ჩანაწერების შესწავლისას აღმოჩნდა, რომ იმ პერიოდში არსებობდა არასრულყოფილი, არაფორმალური სიები იმ პირების შესახებ, რომლებსაც ეძლეოდათ უფლება ნაკაცურ ვიზიტებზე ეიც. ეს სიები არ ბეჭდავდნენ სახელს საჯაროდ, მაგრამ ისინი არსებობდნენ. და სწორედ ამ სიებში ზოგჯერ იყო ის ადამიანები, რომლებიც ძალაუფლების საიდუმლოთა უკავშირდებოდნენ. მანანა ამბობს, რომ ავთანდილ იოსელიანი იყო ერთ-ერთი მათგანი, არა მხოლოდ სახელია, არამედ გარანტი იმისა, რომ ოპერაციის ორგანიზება განხორციელდა მზადყოფნად და სისტემური რესურსებით. გულში ამ ნაწილისა არის არა მხოლოდ უსიტყვო მისტერია, არამედ პირადი და საზოგადოების ურთიერთქმედება, ვინ მისცა ასეთ ადამიანს უფლებამოსილება შესვლა? ვის აწყობდა, რომ ეს ვიზიტი გამართულიყო? და რაც მთავარია, რა შესაფერისი შედეგი მოჰყვა ამ არარეგისტრირებულ შესვლას? ეს კითხვა გვიყვანს მათ ნაწილამდე, სადაც ერთი ადამიანი, რომელმაც ეთდომბელად დაიწყო როგორც ერთგული თანამშრომელი, შეიძლება მოექცა კიდეც როგორც შემსრულებელი, ადამიანი, რომელიც იქნა გამოყენებული სხვა მიზნებისთვის იმ დღის განმავლობაში. ამჩნევდით, როგორ იკვრება ყველაფერი ერთად, ფურცლები, რომლებიც მოულოდნელად გაქრა, მოწმეების პირველი და ახალი ჩვენებები, კოლონიასავით წყვილი ნაბიჯის ხმა სტუმრის ხელში, და ბოლოს, სახელი, ავთანდილ იოსელიანი, რომელსაც, როგორც მანანა ამბობს, იყო ის, ვინც განახორციელა მოქმედებას. ეს სახელი არ არის შემთხვევითო. მის უკან მდგარი ისტორია და მისი კავშირები ზოგჯერ შუქდება მაღალ პოლიტიკურ თამაშებთან და ზოგჯერ საიდუმლო სამხედრო და უშიშროების სტრუქტურებთან. ჩვენი პიესა ამით არ მთავრდება. თითქმის ყოველ მონაკვეთში იბადება კონტრასტის ელემენტი, ერთი მხრივ პატარა ხალხი, ხალხის უმეტესობა, რომელიც ებრძვის ყოველდღიურ ცხოვრებას და ცხოვრების უარს, მეორე მხრივ ელიტა, რომელმაც იცის იმ დროის ფასი და, შესაძლოა, ამ ფულითაც ვერ იკავებს საკუთარ ნივთს. მანანა ბრაზობს იმაზე, რომ სისტემამ გაყიდა პრეზიდენტი და ამავდროულად ჩვენ ვხედავთ, როგორი იყო ეს სისტემა. ის ხარჯავდა სიმდიდრეს, ჰქონდა ხელში რესურსები და, რაც მთავარია, იდგა იმ ადგილას, სადაც არავინ ემართებოდა. ფაქტი იმისა, რომ მანანა 30 წელი იყო ჩვენების გარეშე, დიდხანს ინახავდა იმას, რაც მისთვის იყო უმნიშვნელოვანესი, არის ამ შუამავლობის სიმბოლო. მისი ერთ-ერთი განაცხადი არის, რომ ეს სახელი ყველა მიცის და როცა იბადება ისეთი სახელი, რომელიც ყველასათვის ნაცნობსა და მაინც ასეთი დრამატულ შედეგამდე მიჰყავს, ეს აღარ არის მხოლოდ პირადი ვნება, ეს ხდება ქვეყნის კვერთხედ. და აქ თქვენ იმყოფებით, აფიქსირებთ, სინანული ისმის იმ თემებზე, რომელთა საშუალებითაც შეიძლება უკანასკნელი ფონი აღდგეს. ეს გამოცანა ამჩნევს, თუ ავთანდილ იოსელიანი მართლაც იყო ვიზიტორი, ადამიანი, ვინც მივიდა მაშინ და არ ჩანდა ოფიციალურ ჩანაწერებში, მაშინ მისი არსებობა წარმოადგენს უფრო მეტს, ვიდრე ერთი ინციდენტს. ეს არის საბაბი, რომელიც ასახავს სისტემურ და ორგანიზაციულ ნიუანსებს, რომლებიც იმ დროს იმართებოდა დაშორებით, მაგრამ მოქმედებდნენ საბოლოო გადაწყვეტილებებზეო. და ამ გადაწყვეტილებების შედეგად მივიღეთ შედეგი, რომლის შესახებაც დღეს არაფერი არ არის. ეს არის ღია ჭრილობა ქვეყნის გულში, რომელიც ითხოვს როგორც სამართლებრივ, ასევე მორალურ პასუხს. და ამიტომ დამოკიდებულებს თქვენად, თუ ერთი ქალის ჩუმი დიალოგი, ერთი განაცხადი და ერთი სახელი შეიძლება აანალიზოს ასე, რათა გამოავლინოს სისტემა, რომელიც იყო მზად ამისთვის, რას მოახერხებს ქვეყანა, როცა ის გადაწყვეტს ამ სისტემის დასჯას? იქნებ ეს არ არის მხოლოდ იურიდიული საქმე, არამედ ცოცხალი ზრუნვა ქვეყნის სულზე. და ბოლოს, თუ მანანა დაასახელა ადამიანების სახელი და ეს სახელი ყველასათვის ნაცნობია, თქვენ რას გააკეთებდით ამ სიმართლის წინაშე და როგორ მოითხოვდით ანგარიშს იმ სისტემისთვის, რომელმაც ამ ყველაფერს მისცა არანორმალური თანხმობა?
მანანა არჩვაძის თქმით, ისევე როგორც ქართულ ტრადიციაში ქვრივის ხმას ჩუმიფიცი აგროვებინებს იყო წლები, როცა მისი შინაგანი სივრცე აკეთებდა ბრძოლას, შინაგანი სიტყვა, რომელსაც იგი გარეთ არ უშვებდა, დალუქული იყო როგორც საძინებლის ბოლო ფანჯრის ჭურვი, რომელსაც წლები მართლა იცავდა. მანანა 3 ათეული წელი ინახავდა ეს ფიცი და პრესესლი 3 ათეულმა წელმა მისცა მას ატმისებური ტკბილი სიმწარე, რომელიც ბოლოს ბრაზად გადაიქცა. ახლა როცა მან თქვა სახელი ავთანდილ იოსელიანი, ეს სიტყვა არ გაიშალა მხოლოდ პოლიტიკური შემთხვევიერების ფორმით, არამედ მოხდა ოჯახური მჭიდრო ჭრილის ხორცი. ამ ხმამ, რომელსაც თხრობის ჯაჭვში შინაგანი კოშკი ჰქონდა, გააჩინა ეჭვები და მკაფიოდ დაასვა იმ პიროვნებას სიბნელის ცენტრში, რომელიც მანანის პირადმა განცდით ეჭვქვეშ დააყენა ქვეყნის სულს. ოჯახის მიერ ნაბადი სიჩუმე, რომელიც არჩვაძემ ინახავდა, ახლა იქცა საჯარო აღსარებად და ამ აღსარების ტონმა და მატერიალურმა სიმძიმემ ქვეყანა დაარღვია. როგორ შეიძლება რომ ერთი ქალის ფიცი, რომელიც ხოცავდა შინაგან დუღილს და ჭამდა ღამით მის სულს, მოხვდეს იმ მისტიურ ძალაში, რომელსაც სახელმწიფო უწოდებს თავის თავს? საკითხი, რომელსაც მანანა აწარმოებს, არ არის მხოლოდ ის, ვინ გასცა ბრძანება ან ვინ იყო აღმასრულებელი, მისი ჩვენება არის ოჯახური საიდუმლოს ახსნა, სადაც თითოეული ოთახი გატოლებულია მარგალიტივით და თითოეული მარგალიტი ფრიად პირადი ტკივილის მატარებელია. იმ კაცის სახელს, რომელსაც მან დაასახელა, მოჰყვება ისეთი მოგონებები, რომლებიც არსებობს მხოლოდ სარდაფებში და ძველი აბზაცის გვერდებში, ქმნის სურათს, სადაც ოჯახის თითოეული წევრი, მათ შორის შვილები და შვილიშვილები, იწყებენ საკუთარი სულის წონასწორობას იმ გადაწყვეტილასთან, რომელიც არასდროს მათ შეუტოპებია საჯაროდ. ერთ-ერთი მახლობელი ამბობს, რომ მანანას სახლში ყველაფერს აქვს იმ ღამიდან მოთხრობილი ხმა, ბადის ხრჭიალი, სუფრას მტვერი, პირთა ჩვეული ნაბიჯი, მაგრამ ამ მოვლენების გადაფარვის უკან, ის ერთი სიტყვა იწყებს ყურადღების მიექცევას. ამ სახლის ყველა ნივთი, რომელიც მანანას 3 ათეული წლის განმავლობაში ინახავდა, აღარ არის უბრალოდ მეხსიერების მატარებელი, ისინი არიან მტკიცებულება, რომელიც ფემლის თვალში იყო წმინდა და მიუღებლია მომწყვდევი. მას, ვინც სიყვარულით უყურებს ამ ქალს, ეს ამბავი არ არის მხოლოდ პოლიტიკურ დისკურსში ჩაკეტილი თეზისი, ეს არის პიროვნული ტრაგედია, სადაც ქალი, რომელიც საკუთარ ნაწილს ყოველთვის კითხულობდა, წლების განმავლობაში ატარებდა სილას და უარყოფას. მანანა არ იყო მხოლოდ პოლიტიკური თანაშემწე ან საზოგადოებრივი ფიგურა, ის იყო უმეტესად ტკივილის ცეცხლში მოქცეული დედა და ცოლი, რომლის იდუმალებები ემოციურად გაბარებულნი იყვნენ, როგორც თვიური მამული. როდესაც ადამიანი, რომელსაც შენ აფასებ როგორც ქვრივს, დიდხანს ინახავს სიმართლეს და უცბად აბობს მას ხმამაღლა, ეს ქრონოლოგია არა მხოლოდ ინფორმაციის გადაცემაა, არამედ სულიერი განთავისუფლების აქტი და ამასთან ერთად განშორების პროცესი, რომელიც ოჯახს აყენებს ახალ გამოცდას, როგორ იცხოვროს ამ სიმართლესთან ერთად, როცა ის საზოგადოების მძაფრობით არის დატვირთული. პოლიტიკური ფენა ამ აღსარებასთან ურთიერთქმედებს არანაკლებ მძაფრად. როცა ქვრივმა დაასახელა სახელი, ეს სახელი იხსნიდა პოლიტიკურ სივრცეს ძირს მოაცილა, რადგან ავთანდილ იოსელიანი, როგორც მანანა ამბობს, არ იყო მხოლოდ შემთხვევითი ფუნქციონერი, მისი ყოფა იქმნიდა იმ სისტემური ძალის სახეს, რომელმაც ქვეყნის ისტორიულ წყობილებას შესთავაზა კონკრეტულ გადაწყვეტილებებს. იმ წამს, როცა ოჯახის ტკივილი გახდა საჯარო საქმიანი აქცენტი, პოლიტიკა გადაუხვია პირადი გზიდან და პირადი გზა გახდება პოლიტიკური მემორიალი. ჩნდება კითხვა, თუ როგორ შეიძლება ერთი მოქმედება გარეგნული მიზნები ჰქონოდა, რომ ოჯახურ ტკივილს ორმაგად მიეყენებინა ეფექტი, არა მხოლოდ დაკარგვის სახით, არამედ ქვეყნის მეხსიერების გადაფარვის გზით. ამ შეხების ცენტრში დგას კითხვა, რა იყო ის მომენტი, როცა ლოიალობა ეთიკისაგან გამოიფიტა და ოჯახური ფასეულობები პოლიტიკური აუცილებლობის წინაშე დაიხია. და ბოლოს, საიდუმლო ოპერაციების მომენტი. მანანას განცხადება მიემართება უშიშროების სამსახურისკენ და გამოჩნდა თხელი ნაკადის მსგავსი ინფორმაცია, ჩანაწერები, მცირე მტკიცებულებები, რომელთა შესახებ მან ისაუბრებდა მხოლოდ საკუთარ დღიურში, ახლა ეს დეტალები ზოგადად გახდებიან საჯარო. იქ შეიძლება ვიპოვოთ არა მხოლოდ შიშისა და ძალადობის ფორმები, არამედ ტაქტიკა, რა გზა აირჩიეს, როგორ ააწყეს ვიზიტები და ყველაზე მთავარი, როგორ გადაეცათ ერთი ბრძანება ერთ სხეულს, რომელიც შემდეგ ოჯახურ ტრაგედიადო გადაიქცა. როდესაც ჩვენ ვსვამთ ამ კითხვებს, არ შეგვიძლია არ შევნიშნოთ სახალისო და თანხმოვანი ფაქტი, ადამიანის სახელი, რომელიც მანანა დასახელა, ბევრისთვის უკვე ნაცნობია. ეს ნაცნობობა თავად არის სიმბოლო იმ ადგილობრივი ჩინჭრისა, რომელიც შიგნით აწუხებდა ქვეყანას და რომელმაც, როგორც ჩანს, ფემლის ერთ-ერთი ყველაზე წმინდა რელიკვია შეცვალა საჯარო ტკივილად. ასე იშლება პირველი მონაკვეთი იმ ფემლის გაბაზრებისას, სადაც პირადი და პოლიტიკა გადაიკვეთა და ამ გაბაზრებაში ყველაზე მძიმედ იგრძნობა ადამიანური ფასი, როცა მანანა აცხადებს სიმართლეს, ის თანდათან ეჩვევა იმ ელემენტებს,
რომლებიც მისთვის ყველაზე ძვირფასი და პირადი იყო და ამავე დროს იტვირთება იმ პასუხისმგებლობით, რომ მისი აღსარება აღარ დარჩეს პირადად. Question: როგორ ექცევა საზოგადოება ქვრივის გამონათქვამს და რამდენი მსხვერპლი კიდევ არის მზად family-ისთვის მოიტანოს სახელმწიფო პასუხის სანაცვლოდ? ამ კითხვებზე პასუხი მოითხოვს არა მხოლოდ სამართლებრივ კვლევას, არამედ ყურადღებას იმ ემოციურ ჭრილობებზე, რომლებიც ამ სახელს მოაყვა, და ამიტომ, როცა მანანა დაასახელა ავთანდილ იოსელიანი, ეს იყო არა მხოლოდ სახელი, ეს იყო გამოძახილი იმ უბედურების, რომელიც family-ს შიგნიდან ჭამდა. თქვენ ფიქრობთ, როგორ უნდა მოიქცეს საზოგადოება, როცა ქვრივი სიტყვა იწყებს ქვეყნის გასყდომის მეხსიერებას? თუ არ გვინდა, რომ ეს კითხვა დარჩეს უკანა პლანზე, ვფიქრობ, ჩვენ ერთად უნდა მოვინდომოთ უფრო ღრმა, უფრო მოტივირებული თანადგომა, არა მხოლოდ სიფრთხილით, არამედ მოქმედებით, როგორ ვეცადოთ, რომ family-ს ჭრილობა არ იქცეს საზოგადოებრივი დავის კიდევ ერთი დამაბნეველი ფაქტორი და როგორ შევქმნათ სწორი ბალანსი, სადაც სიმართლის მოთხოვნა არ დაუნდობია მათ, ვინც უკვე კარგავს ყველაფერს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქვრივის აღსარება არის არა მხოლოდ მოქალაქეობის მოთხოვნა პასუხისგებაში, არამედ family-ის სამართლიანობისა, და აქ არის თქვენი მოწვევა. ერთი ადამიანის ხმა შეიძლება შეასრულოს ასეთი როლი, რამდენად მზადაა თქვენი პარლამენტი, თქვენი პროკურატურა და თქვენი საზოგადოება, რომ ამ სახელის სერიოზულობის წინაშე დადგეს ესოდენ გულწრფელად და უსასრულოდ. მანანას მიერ დასახელებული პირის სახელი არ დაბადებულა შემთხვევით, ის იყო გახმიანებული ხმების ჯაჭვი, რომელიც წლების განმავლობაში იქნა გადაგებულებული. ახლა კი ჩვენ უნდა გადავხედოთ ადგილს, სადაც ამ ხმებმა ერთმანეთს შეაბიჯეს და ერთმანეთს ესროლეს, კარის ზღურბლიდან დაწყებული ოთახის იატაკამდე, იმ საიდუმლო გადასასვლელამდე, რომელიც ბევრის თქმით, არსებობდა იმ სოფლის ქვეშ. იქ, სადაც ხალხური ლეგენდა და ტექნიკური არქიტექტურა ხვდებიან ელქერ, შედგება სურათი, რომელიც გვთავაზობს არა მხოლოდ მხატვრული წარმოდგენას, არამედ პრაქტიკულ არგუმენტს იმის თაობაზე, თუ რაში და როგორ შეიძლებოდა აუღწერელი ჯგუფების და უსაფრთხოების ორგანოების ქმედებები და ესახურებინათ იმ ღამეს, როცა ყველაფერი დასრულდა. თუ family იყო ადგილი, სადაც სიმართლე ინახებოდა, იმავე დროს ეს იყო ადგილი, საიდანაც ის შეიძლება ჰაერში გაფანტულიყო და ეს გაფანტვა ხშირად მოდიოდა არა ხმალისაგან, არამედ ორგანიზაციისაგან, რომელიც იყენებდა არხებს, გვირაბებს და ნაცნობ ქსელებს. უშიშროების სერვისის ორგანიზებული ინტენსივობა და საიდუმლო ვიზიტების სისტემა ქმნის გარემოს, სადაც ერთ ადამიანს, რომელსაც შეუძლია გახდეს შემსრულებელი, ეძლევა რესურსი, დროში და სივრცეში, რათა განახორციელოს მოქმედება, რომლის family-ური ტრაგედიაა. ამიტომაც მნიშვნელოვანია, როცა ჩვენ ვსაუბრობთ ტუნელებზე და საიდუმლო ადგილებზე, არ დავხარჯოთ ეს ყველაფერი მხოლოდ სამხედრო ან ტექნიკურ აღწერებში, უნდა გავიგოთ, თუ როგორ ერწყმის ეს უმაღლესი საიდუმლოება family-ურ სტრუქტურებს. თუ როგორ ეძლევა მხრივ სამართებელი სივრცე იმას, რათა ერთი საქმიანი ბრძანება family-ს წონასწორობას დაანგრიოს. იმ ღამეებში, როდესაც პრეზიდენტი შეხედავდა მიწის ძალაუფლებას, ბევრი რამ ქრებოდა ფრიად მშვიდად, თუმცა ახლა, როცა ამ ღამის დეტალები გამოიფინებიან და როცა მანანა საუბრობს იმაზე, როგორც სახელი გახდა ნათელი, ჩვენ ვასვამთ კითხვას, ვის ეკუთვნის ეს მიწა და შეუძლია თუ რაიმე სახის სამართლებრივმა პროცედურამ დააკმაყოფილოს ის family-ის ნაფეხური, რომელიც მოშორდა იმ ღამით? ჩვენი ისტორია აქ არ მთავრდება, უფრო სწორად ის იწყებს უფრო ღრმა შესწავლას იმ ადგილებისა, სადაც სახელმწიფო და family გადაკვეთის. და როცა თქვენ ახლა გისმენთ ამ ამბებს, თქვენ ეჭქვეშ დგახართ, გაქვთ თუ არა სურვილი, რომ გაიგოთ მეტი იმ საიდუმლო არხებისა, რომლებსაც ავთანდილ იოსელიანი და მისი დროინდელი თანაშემწეები იყენებდნენ, და მზად ხართ თუ არა, როგორც საზოგადოება, რომ შეასრულოთ იმ სიმართლის სასიხარულო და თან დიდად მტკივნეული მოთხოვნა, რომელიც ქვრივმა წამოაყენა. მანანა არჩვაძის ხსოვნა და მისი სიტყვა, მისი მასპინძლური და ზაგლეჩქვითინი გვაძლევს არჩევანის უნარს. დავდგეთ თუ არა მხარში მათ, ვინც დაკარგული აქვთ ყველაზე ძვირფასი, ან მოურჩეთ იმ გრძნობიარებას, რომელიც სუფრის სიჩუმეში შიგნით იხსნება. და ამიტომ, როცა პასუხს ვეძებთ, თქვენ რას აირჩევდით, იქნებ გამოძიება, რომელიც გამოიღებს ყველა არხს და გვირაბს, იქნება საკმარისი, რათა family მიპოვოს წონასწორობა, ან იქნებ ეს არის მხოლოდ დასაწყისი ცოცხალი პროცესისა, რომელსაც საზოგადოება უნდა ახლოს დაეცვას. მანანა არჩვაძის სახელი, ავთანდილ იოსელიანის სახელი, ეს ორი სიტყვა უფროა ვიდრე ორი ადამიანი. ეს ორი სიტყვა არის დამცველი და გამოწვევა იმ საზოგადოებისთვის, რომელიც ჯერ არ გაერკვია, თუ როგორ მოექცეს სიმართლის წინაშე, რომელსაც family-მ ტკივილმა მისცა ხმა. და ასე, როცა თქვენ გისმენთ ამ ამბებს, როგორ ფიქრობთ, მზადაა თუ არა ქვეყანა სიმდიდრის გადანაწილებისთვის და სამართლიანობის აღსადგენად, თუ სიმართლე აღმოჩნდება უფრო რთული და უფრო ძვირი, ვიდრე ვინმე წარმოგვიდგენია. მანანა 3 ათეული წელი არ იყო მხოლოდ დროული დრო, ეს იყო დრო, რომელიც აერთიანებდა family-ურ ისტორიას, პოლიტიკურ მონუმენტს და საიდუმლო ოპერაციების ეფექტს.
ახლა როცა ეს დროღიად იწყებს თავის გამოსვლას და სახელი ხმამაღლა გაიჟღერა, ჩვენ ვდგავართ არჩევანის წინაშე, შეგვიძლია გავიდეთ ამ არჩევანზე ერთად, თუ დაველოდოთ, სანამ არსებობრივი ჭრილობა უფრო ღრმად არ გაიხსნება. Თქვენი პასუხი ამ კითხვაზე შეიძლება არ იყოს მარტივი, თუმცა ის აუცილებლად იქნება საჭირო, რადგან როდესაც family და სახელმწიფო ერთმანეთს ეჯახებიან სიმართლის დაბლოკვაზე, პასუხი აუცილებლად მოიცავს მრავალსაფეხო არგუმენტს, სამართლებრივს, ემოციურს და ეთიკურს. Თქვენ თუ გრძნობთ, რომ ეს საკითხი უფრო დიდი და შინაარსიანია, ვიდრე ერთი არქივის კარი, მაშინ გთხოვთ გაიხედოთ, რას მოახდენს ერთი სიტყვის გამოკლებით განულებული სინდისი თქვენს საზოგადოებაზე. გამოტანილი წყობის შემდეგი კაცი, ერთ-ერთი, ვინც იცნობდა გრძნობად ჩაკეტილ საიდუმლოებას, თქვა, რომ არსებობდა წრე, პატარა ჯგუფი, რომლის წევრებსაც ენდობოდნენ ყველაფერი, ყველა გზა, ყველა გასასვლელი, ყოველი მოქმედება და ლაპარაკის წესიც. ისინი არ იყვნენ ბევრნი, ისინი იყვნენ სწორედ იმდენი, რომ ერთმანეთში ჩამოყალიბებული თანხმობა მისცემოდათ და თავიანთი გადაწყვეტილებით გადაწყვეტდნენ მთელი ქვეყნის ბედს ისე, როგორც ვინმე ხეს ჭრიდა. წარმოიდგინეთ, თქვენ ხართ ერთ-ერთი იმ არასრულ წრიდან, რომელიც იცოდა ყველა გეგმაზე, სად უნდა წასულიყო მანქანა, ვინ უნდა მოხვედრილიყო კართან, რომელ ოთახში უნდა შეენარჩუნებინათ სიმშვიდე. საზოგადოების დიდი ნაწილი არ იცის, რა ხდება აქ, მაგრამ თქვენ იცით ყველაფერი. არჩევანი სასიკვდილოა, ერთდროულად ლოიალობა და საკუთარი სიცოცხლე. ის დღე, როცა ეს ადამიანები არჩევანს აკეთებდნენ, ისტორიისთვის დარჩა ორი ნაწილის სიმბოლოდ, family-ს განადგურება და ქვეყნის დაკარგვა. ბორბალი უკვე გაშვებულია, ძრავა უკვე დაზიანებულია და ახლა როცა მანანა არჩვაძე მიმწრეზე ისაუბრა და თქვა, რომ იქ იყო კონკრეტული ჯგუფი, რომელსაც ჰქონდა სრული ინფორმაცია, ჩვენ ვხედავთ იმას, რასაც ადრე ვერ ვაღიარებდით, როგორ იშლება ერთიანი სარწმუნოება, როცა დომინაცია რამდენიმე ხელშია. ეს მინიატურული თეოფანი არ არის მხოლოდ კონსპირაცია, ეს არის ადამიანური დილემის გამოცდა, ბოლო შანსი, რომელსაც წინაშე იდგნენ ისინი, ვინც იცნობდა დეტალებს. როცა ადამიანი გრძნობს, რომ ერთადერთი გამოსავალი არის გაყოფა ან გადაშორება, მას შეუძლია აირჩიოს ღირებულება, რომელსაც ის თვლის მთავარ აბსოლუტად. ზოგი ამ წრიდან ილტვოდა მარტოობისკენ, ზოგი წამოყვებოდა პირადი სიმშვიდისკენ. მათ შორის იყო ადამიანები, რომლებსაც family-ები უყვარდათ, იყო ადამიანები, რომელთაც კარიერა უყვარდათ და იყო კაცები, რომლებსაც აინტერესებდათ მხოლოდ ძალაუფლების სამსახური. ეს არჩევანი, რომელსაც ისინი მიიღებდნენ იმ ღამეს, იყო არა მარტო პირადი, არამედ როგორც ნათურა, რომელიც ანათებდა მთელი ქვეყნის ბნელ კუთხეებს. ოჯახური დრამა, რომელიც ამ გადაწყვეტილების ფონზე ვითარდებოდა, იყო ერთდროულად ელეგია და აკრძალვა. მანანა, ქვრივი, შეინახა ყოველი წამის ეკო, ყოველგვარი დეტალი, კარის ღიღინი, ბალიშის არევა, პატარა ნივთების ადგილის განლაგება. იმავე დროს, პოლიტიკური სარბიელი მუშაობდა ეშმაკურად, დაუნდობელი მანქანა, რომლის გულშიც იყო უშიშროების მანქანა, აგრძელებდა თავის რბოლას ქვეყნისთვის. და სწორედ ეს ცოტა საძიებო შეკავება გახდა მიზეზი იმისა, რომ პირები, ვინც წრეში იყვნენ, იჭიდებოდნენ არჩევანით გააკეთნენ თუ არა ის ნაბიჯი, რომელიც გადაიყვანდა მათ პირადად და მათ family-ებს სხვა დანიშნულებაზე. სიმართლე კი იმაშია, არჩევანი არა ყოველთვის არის თავისუფალი. ის მომენტი, როცა რამდენიმე ადამიანი იძულებულია ჰყავდეს ყოვლისმომცველი ინფორმაცია და ქვრივის სიმართლე ერთად შერჩევით, რომ გაიშიფრება, იქმნება მდგომარეობა, სადაც დანაშაულის პრინციპი ჩნდება როგორც ბუნებრივი შედეგი. იმ წრეში ყოფნა არ ნიშნავს მხოლოდ ცოდნას, ეს არის პასუხისმგებლობა, ან სიბრაზე იმის გააზრების, რომ თქვენი ნაბიჯი შესაძლოა ასობით ადამიანის ცხოვრებას შეცვლის. ახლა როცა მანანა დაასახელა ერთ-ერთი ფიგურა, რომელიც მისი თქმით ამ წრის ნაწილი იყო, ჩვენ ვკითხულობთ ახალ კითხვას, რა იწონიდა მათ არჩევანს, შიში თუ ფული და პატივის მოპოვების უფლება, იყო თუ არა ეს არჩევანი პირადი გადარჩენის ინსტინქტი, თუ ჰიგიენური ცვლილების ლოგიკა. ეს ბოლო შანსის სცენა არის არა მხოლოდ ისტორიული ექსპანსია, ის არის პირადი დრამა, რომელსაც ჩვენს სახლებში ვერასოდეს შევხედავთ. გვახსოვს ის, რასაც მანანა ამბობს, 30 წელი დუმილი იყო მისი წილი, და ახლა რომ მან დაასახელა სახელი, იქ იქნება პასუხისმგებლობის ახალი ღილაკი, სახლსა და ქვეყანაში. პასუხი არ არის მარტივი. თქვენ როგორ იგრძნობდით თავს, რომ იცოდით, თუ ამ წრემ აირჩია ის გზა, რომელიც წაგვიყვანდა ტრაგედიამდე, ის გზა, რომელსაც თქვენ ვერ შეცვლიდით. იქნებ ეს არის რთული კითხვების პირველი ნაწილი, იცი თუ არა, რომ შენი არჩევანის წონა მიაღწევს იმ ადგილს, სადაც სხვა ცხოვრება არ იქნება. და შეიქნება თუ არა საჯარო სოფლები უფრო მკაცრი, თუ ამ უკანონო წრის წევრები არ გამოეცვიან პასუხისგებაში. თქვენ რას მოიფიქრებთ, განთქმულ ლოიალურობას თუ პირადი ღირსების მოთხოვნას, როცა არჩევანი არის ტელეგრაფის მიერ გადმოცემული ერთი სიტყვა, ერთწოლიანი განჩინება. ოდესმე გიგრძვნიათ სხვის სხეულზე ტკივილი, რომელიც თქვენი ამპარტავნობის გამო გახდება.
ეს შეკითხვა რჩება თქვენთან, მზად ხართ თუ არა, რომ დაასახელოთ ყოველი პირი, რომელიც მონაწილეობდა ამ გადაწყვეტილებაში, ან შეინახოთ დუმილი, რომელიც წლების განმავლობაში იცავდა ფემლიურ სიმშვიდეს. დიახ, ბორბალი გაშვებულია. და ახლა როცა ფარდა გაიხსნა, ჩვენ გკითხავთ, მოახლებთ თუ არა შეჩერების ღილაკზე თითის დაჭერას, რომელსაც ეს წრე გქონებინებს იმ დღიდან, თუ დატოვებთ რაღაცას ჩაკეტილად იმას, რაც მოგცემთ შიშსა და წარსულის ჭრილობებს. რამდენი კიდევ წყვეტა გჭირდება, სანამ ერთი მართლა ბოლო შანსი არ გახდება? თქვენ რას ირჩევდით, დუმილს თუ გამორთვას? გულდასმით შეჩერებული გონების შუაგულში იჩენს ადგილს ფიზიკური ფენის მახსოვრობა, იმ სახის, რომლითაც ძალაუფლების სიმწარე დევს სხეულზე და თვალზე. ამ ნაწილში სიტყვები არ უნდა იყოს ხმაური, მათ შორის არის ჩუმი აღწერა, სეფისების გახდიდება, თმის თეთრი ნეონისავით გამოყვანა, ნაბიჯის შემცირება. წლების განმავლობაში, როცა ადამიანი ძალაუფლებაში რჩება, მისი სხეული იწყებს თამაშს, რომელიც არა მხოლოდ ასაკის დამატებაა, არამედ სულის ჩრდილის გამომხატველი. ხმა, რომელიც ადრე იყო მკაცრი და აპოლონური, იშვიათად გამოდის. ამ ხმაში ჩნდება ისეთი ბლომადობა, როგორიცაა არასაძინებლობა და პატარა ბურდული, და ეს ყველაფერი აძლიერებს წარმოდგენას, რომ მან, სადაც მან იცხოვრა, დარჩა დროის ნაკლებობით. სვიად გამსახურდიას სახე, რომელიც მანანა იცნობს, არ იყო მხოლოდ ნაფეხური სამოქალაქო მეხსიერების, იგი იყო ცოცხალი მოწმობა იმისა, თუ როგორ იქცევა ძალაუფლება სხეულად. მისი თვალები, რომლებიც ადრე მძაფრად ბზინავდა, ახლა მბზინვარე და დაღლილი იყო. მისი სიარული თანდათანობით მძიმე ნაბიჯებს დაემსგავსა, ძილი უხერხული გახდა და საღამოებს ხშირად ავადმყოფობის ტკივილი აკავშირებდა. წლების განმავლობაში ხელისუფლებაში ყოფნა მის სხეულს ასეთი ცვლილებები მოუტანა, ცვლილებები, რომლებსაც ფემლი და ახლობლები კარგად ხედავდნენ და რასაც მანანა მუდამ ინახავდა როგორც შინაგან მონოლოგს. მედიცინური დეტალების მხილება შესანიშნავად შეესაბამება იმ დილემას, რაც იყო მის გარშემო. პირადი ექიმი, როგორც მანანა ამბობს, დადიოდა თავიდანვე და შემდეგ მხოლოდ იშვიათად, წამლების რეცეპტები არ ხვდებოდა საჯარო დოკუმენტებში. თუმცა არქივებმა, მინიმუმ ნაწილობრივ, აჩვენეს შეკრებილი ჩანაწერები, სიები, რომლებიც მიუთითებდნენ არა მხოლოდ პრეპარატებზე, არამედ რაოდენობებზე და სიხშირეზე. ეს სიები, თუნდაც არასრული, გვთავაზობს ვერსიას, რომ არსებობდა დაავადება, რომელსაც არ ამბობდნენ ხმას, და რომ მისი მკურნალობა იყო იმავე რიტუალის ნაწილი, რომელიც ზოგჯერ არ იქნებოდა საჯარო. ექსჰუმაციის ნარატივები ამ ყველა ფენას ემატება. ექსპერტიზის დასკვნებმა, რომლებიც საჯაროდ გაავრცელდა, მიუთითეს, რომ გარდაცვალების მიზეზი დაკავშირებული იყო თავის არეში ცეცხლსასროლ ჭრილობასთან. თუმცა ეს დასკვნები არ იძლევიან საბოლოო და ამომწურავ პასუხს. ექსპერტიზამ ვერ შეძლო სანდო გადაწყვეტა, იყო თუ არა საქმე თვითმკვლელობასა, თუ მკვლელობას შორის. ეს გაურკვევლობა აჩენს კითხვებს არა მხოლოდ ტექნიკურ, არამედ ეთიკურ მხარეზე, როგორ ხდება, რომ მედიცინამ არ მისცა საბოლოო განმარტება, როცა გვამის მდგომარეობა იყო იმდენად დაზიანებული, რომ მისი კვლევა იშვიათად იძლეოდა გასაჩივრებელს. არქივის ფურცლები კიდევ უფრო გაუხეშდა, როცა აღმოჩნდა, რომ რამდენიმე გვერდი უბრალოდ გამქრალი იყო. არქივებში, სადაც უნდა ინახებოდეს რეცეპტები, მითითებები და რუქების ჩანაწერები, იყვნენ მონაკვეთები ცარიელი გვერდები, რომლებიც საზოგადოებას სრულ ისტორიას ვერ მიაწვდიდნენ. ეს გაუჩინარება შემთხვევითი არაა, ის გვეუბნება, რომ არსებობს საინსტიტუციო ინტერესის მოზიდულობა ინფორმაციის მიმართ. ვინ წაიღო ეს გვერდები და რატომ? იქნებ ეშინოდათ სიმართლის, რომელიც იქ იყო ჩაწერილი, ან ეშინოდათ, რომ ამ გვერდების გახსნა აჩვენებდა იმ ქსელს, რომელმაც მაშინ ბევრს აძლევდა ხელს. ეს არქივები ასევე აჩვენეს რგოლი ჩანაწერები, რომლებიც მისაღებში არ აღინიშნებოდა. ჩანაწერები ექიმების, რომელთაც არ ჰქონდათ საჯარო სახელი, და წერილები, რომლებიც დღემდე არ გასულა სინათლეზე. ეს ყველაფერი გუკარნახობს, რომ მედიცინისა და პოლიტიკის ზღვარი იყო ბუნდოვანი, რომ მკურნალობა და გადაწყვეტილებები შესაძლოა ჰქონოდა პოლიტიკურ მიზნებს. მაშ, როცა ჩვენ ვსვამთ კითხვას იმაზე, თუ სად მთავრდება ექიმის ფიცი და იწყება სახელმწიფო ინტერესის მოთხოვნა, ჩვენ ვდგავართ გადაწყვეტილების წინაშე, პასუხი არ არის მარტივი და ის მოითხოვს წლობით შეცდომის გამოსწორებას. შესაბამისად, ამ თავის მიწურულში არის ერთი კითხვა, რომელიც მკითხველს მიმართავს პირდაპირ, რამდენად მზადაა საზოგადოება იმისთვის, რომ გადაიტანოს სამედიცინო საიდუმლოებები საჯაროდ და დაუწესოს პასუხი იმ ინსტრუმენტებს, რომლებიც გამოიყენეს პირადი ჯანმრთელობის გასტუმრებისთვის. სად არის თუ არა სახელმწიფო არქივები გააღონ და დააბრუნონ გვერდები, რომლებიც დღეს ვერ ვხედავთ, რათა ფემლის და ქვეყნისთვის მიღებული სიმართლე არ დარჩეს მხოლოდ სამკაულად. და ბოლოს, როგორ უნდა მოვიქცეთ, როცა ვიცით, რომ სხეულის ინფორმაცია შეიძლება იყოს იმავე სახის იარაღი, რომელიც იყენებენ პოლიტიკოსები. თქვენ რას მოიმოქმედებთ, როცა გაიგებთ, რომ სხეულის ჩაწერილი ნიშნები უფრო მეტს ამბობენ, ვიდრე საჯარო სიჩუმე?
ჩვენ მივყვებით იმ ეკონომიკურ და პოლიტიკურ ხაზს, რომელიც აქ იკვეთება და ვხედავთ, რომ ყველასთვის ცხადი მოსაზრება ერთია, ვინ მიიღო უპირატესი მდგომარეობა მისი გარდაცვალების შემდეგ და ვის წაადგა ამ ამბის დასრულება. მანანა არჩვაძემ ერთის მნიშვნელოვნად დაასახელა სახელი, რომელიც ბევრი ქართველისთვის ნაცნობია, მას ეს სახელი აერთიანებს არა მხოლოდ პიროვნებას, არამედ სისტემურ ქსელს. როცა აქ აუნიშნავთ, რომ ერთი ადამიანი პოლიტიკურად და პრაქტიკულად მიიღო ყველაფერი, ეს არ არის მხოლოდ მეტაფორა. ეს არის რეალური ეკონომიკური და პოლიტიკური გადანაწილება, რომლის შედეგადაც ზოგიერთმა ადამიანმა იგრძნო თავი გამარჯვებულად იმ დილემის შემდეგ. მთავარი კითხვა ის არის, ვის სარგებელზე იყო ასეთი ცვლილება? ზოგი ამ ცვლილებას აბრალებს ედუარდ შევარდნაძეს, რომელმაც შემდგომში მოიპოვა ლიდერის პოზიცია და რომელსაც ქვრივი პირდაპირ დაადანაშაულებდა პასუხისმგებლობაში, სხვები, მათ შორის Family-ს წევრები და მაშინდელი მომხრეები, უფრო კონკრეტულ პირებსა და უწყებებს ხედავენ, მათ შორის იმ სტრუქტურებს, რომლებიც ხელმძღვანელობდნენ უსაფრთხოების ოპერაციებს და ავთანდილ იოსელიანს, რომლის სახელს მანანა აყენებდა როგორც ერთ-ერთ შესაძლო შემსრულებელს. ეს კითხვები არ არის მარტივად გადაწყვეტადი. ისინი ერწყმიან საზოგადოებრივ გულწრფელობასა და პირად ტრაგედიას. ეკონომიკური თვალსაზრისითაც არსებობს კითხვა, ვის მიუღია ფინანსური კონტროლი იმ პროცესის მერე, რომელიც ერთი ადამიანის სიკვდილს მოჰყვა. რაც მოხდა შემდეგ იყო გარკვეული პრივილეგიები ახალი ხელისუფლების გარშემო, სამსახურის შენარჩუნება, საჯარო თანამდებობები და იმპროვიზებული სავაჭრო პოზიციები, რომლებსაც სხვები ვერ მიაღწიებდნენ. ეს მართავს მათ განცდას, რასაც ქვრივი და მისი ოჯახის წევრები წლებია აცხადებენ. კვლელის დასჯის გარეშე ახალი პოლიტიკური წესრიგი გარკვეულ ჯგუფებს უფრო მიმზიდველად მოეჩვენა. მაგრამ იმის თქმა, რომ ვინმე მიიღო ყველაფერი, მოითხოვს კონკრეტულ მტკიცებულებებს. აქ ჩანს ჩვენი მთავარი პრობლემა, მტკიცებულებები, რომლებიც მიდიან კონკრეტულ ოფისებამდე და სახელებსა და ანგარიშებამდე, ხშირად იკარგება ან განადგურდება. თუ არქივში იყო გვერდები, რომლებიც გამქრალი არიან, თუ მოწმეები 10 ან 30 წლის განმავლობაში დუმდნენ ან შეცვალეს ჩვენება, მაშინ რთულია ჩვეულებრივი სამართლებრივი გზით დაადგინოთ, ვინ იყო მაშინ მთავარი გამარჯვებული. ამიტომ საქმე ზუსტად იმაზე მეტყველებს, თუ რაოდენ ძლიერია სისტემური მოწყობილობა, რომელსაც შეიძლებოდა ჰქონოდა როლი ისტორიის შეცვლაში. მანანა არჩვაძის გაოგნებული ღიმილი და მისი ხმოვანი აღნიშნა, რომ მან დაასახელა ავთანდილ იოსელიანი, არ არის მხოლოდ მეთოდი დასახელების, ეს არის დამამცირებელი ახსნა მათთვის, ვინც წლები ითმენდა. ამ სახელმა უკვე მოახდინა საზოგადოების ნაწილი, რომელმაც იცის, რომ მის უკან არის ქსელი, და როგორც გარეგანი წრეები უკვე აღიარეს, ეს ქსელი ნიშნავს იმას, რომ გარკვეული პირები მიიღეს უპირატესობა იმ დღეს. მაგრამ ყველაზე მთავარი კითხვა მაინც რჩება, იქნება თუ არა სამართლიანობა იმდენად ძლიერდება, რომ დაადგენდეს ვერც განაცხადებულ სახეებს და ვერც იმ გვირაბებს, რომლებსაც ისინი იყენებდნენ. ეს ბოლო ნაწილი იკვეხნის არა მხოლოდ ემოციური ტრაგედიისგან, არამედ ეთიკურ გამოცდად, თუ თქვენ იცით სახელი და თუ თქვენი შინაგანი გრძნობები მოითხოვს ნამდვილი მოქმედება, თქვენ რას გააკეთებთ, რომ აქ ის სახელი სამართლებრივი ჭეშმარიტების წინაშე? ეს არის კითხვა, რომელიც აღარ არის მხოლოდ ისტორიული ან ჟურნალისტური, ეს არის კითხვა, რომელიც მიმართულია პირდაპირ თქვენკენ. შემოდგომის მსგავსად, როცა სიმართლე უფრო და უფრო ზედაპირზე ამოდის, ჩვენი არჩევანი უნდა იყოს მკაფიო, დაეხმარებით თუ არა Family-ს, შეეკრიბებით საზოგადოებას და დააყენებთ მოთხოვნას 100-დან 1-ზე, რომ ყველა არხი გახსნას, თუ არა, მზად ხართ კიდევ ერთი წამის გამოტოვებისთვის, რომელიც საშუალებას მისცემს, რომ სიმართლე განაგრძოს დაზიანება. მანანა 30 წელი დუმილი ინახავდა. ახლა მან დაასახელა სახელი და ეს სახელი ბევრისთვის ცნობილია. თქვენი პასუხი არის მნიშვნელოვანი, თუ თქვენ სწუხართ მართლებად რას გააკეთებთ შემდეგ. გამოტანილი წყობის შემდეგი კაცი, ერთ-ერთი, ვინც იცნობდა გრძნობად ჩაკეტილ საიდუმლოებას, თქვა, რომ არსებობდა წრე, პატარა ჯგუფი, რომლის წევრებსაც ენდობდნენ ყველაფერი, ყველა გზა, ყველა გასასვლელი, ყოველი მოქმედება და ლაპარაკის წესიც. ისინი არ იყვნენ ბევრნი, ისინი იყვნენ პროცესლი იმდენი, რომ ერთმანეთში ჩამოყალიბებული თანხმობა მისცემოდათ და თავიანთი გადაწყვეტილებით გადაწყვეტდნენ მთელი ქვეყნის ბედს ისე, როგორც ვინმე ხეს ჭრიდა. წარმოიდგინეთ, თქვენ ხართ ერთ-ერთი იმ არასრულ წრიდან, რომელიც იცოდა ყველა გეგმაზე, სად უნდა წასულიყო მანქანა, ვინ უნდა მოხვედრილიყო კართან, რომელ ოთახში უნდა შეენარჩუნებინათ სიმშვიდე. საზოგადოების დიდი ნაწილი არ იცის, რა ხდება აქ, მაგრამ თქვენ იცით ყველაფერი, არჩევანი სასიკვდილოა, ერთდროულად ლოიალობა და საკუთარი სიცოცხლე. ის დღე, როცა ეს ადამიანები არჩევანს აკეთებდნენ, ისტორიისთვის დარჩა ორი ნაწილის სიმბოლოდ, Family-ს განადგურება და ქვეყნის დაკარგვა. ბორბალი უკვე გაშვებულია, ძრავა უკვე დაზიანებულია და ახლა როცა მანანა არჩვაძემ იმ წრეზე ისაუბრა და თქვა, რომ იქ იყო კონკრეტული ჯგუფი, რომელსაც ჰქონდა სრული ინფორმაცია, ჩვენ ვხედავთ იმას, რასაც ადრე ვერ ვაღიარებდით,
როგორ იშლება ერთიანი სარწმუნოება, როცა დომინაცია რამდენიმე ხელშია. ეს მინიატურული თეოფანი არ არის მხოლოდ კონსპირაცია, ეს არის ადამიანური დილემის გამოცდა, ბოლო შანსი, რომელსაც წინაშე იდგნენ ისინი, ვინც იცნობდა დეტალებს. როცა ადამიანი გრძნობს, რომ ერთადერთი გამოსავალი არის გაყოფა ან გადაშორება, მას შეუძლია აირჩიოს ღირებულება, რომელსაც ის თვლის მთავარ აბსოლუტად. ზოგი ამ წრიდან ილტვოდა მარტოობისკენ, ზოგი წამოყვებოდა პირადი სიმშვიდისკენ. მათ შორის იყო ადამიანები, რომლებსაც ფემლიები უყვარდათ, იყო ადამიანები, რომელთაც კარიერა უყვარდათ და იყო კაცები, რომლებსაც აინტერესებდათ მხოლოდ ძალაუფლების სამსახური. ეს არჩევანი, რომელსაც ისინი მიიღებდნენ იმ ღამეს, იყო არა მარტო პირადი, არამედ როგორც ნათურა, რომელიც ანათებდა მთელი ქვეყნის ბნელ კუთხეებს. ოჯახური დრამა, რომელიც ამ გადაწყვეტილების ფონზე ვითარდებოდა, იყო ერთდროულად ელეგია და აკრძალვა. მანანა, ქვრივი, შეინახა ყოველი წამის ეკო, ყოველგვარი დეტალი, კარის ღიღინი, ბალიშის არევა, პატარა ნივთების ადგილის განლაგება. იმავე დროს, პოლიტიკური სარბიელი მუშაობდა ეშმაკურად, და უნდობელი მანქანა, რომლის გულშიც იყო უშიშროების მანქანა, აგრძელებდა თავის რბოლას ქვეყნისთვის. და სწორედ ეს ცოტა საძიებო შეკავება გახდა მიზეზი იმისა, რომ პირები, ვინც წრეში იყვნენ, იჭიდებოდნენ არჩევანით, გააკეთნენ თუ არა ის ნაბიჯი, რომელიც გადაიყვანდა მათ პირადად და მათ ფემლიებს სხვა დანიშნულებაზე. სიმართლე კი იმაშია, არჩევანი არა ყოველთვის არის თავისუფალი. ის მომენტი, როცა რამდენიმე ადამიანი იძულებულია ჰყავდეს ყოვლისმომცველი ინფორმაცია და ქვრივის სიმართლე ერთად შერჩევით, რომ გაიშიფრება, იქნება მდგომარეობა, სადაც დანაშაულის პრინციპი ჩნდება როგორც ბუნებრივი შედეგი. იმ წრეში ყოფნა არ ნიშნავს მხოლოდ ცოდნას, ეს არის პასუხისმგებლობა, ან სიბრაზე იმის გააზრების, რომ თქვენი ნაბიჯი შესაძლოა ასობით ადამიანის ცხოვრებას შეცვლის. ახლა როცა მანანა დაასახელა ერთ-ერთი ფიგურა, რომელიც მისი თქმით ამ წრის ნაწილი იყო, ჩვენ ვკითხულობთ ახალ კითხვას, რა იწონიდა მათ არჩევანს, შიში თუ ფული და პატივის მოპოვების უფლება, იყო თუ არა ეს არჩევანი პირადი გადარჩენის ინსტინქტი, თუ ჰიგიენური ცვლილების ლოგიკა. ეს ბოლო შანსის სცენა არის არა მხოლოდ ისტორიული ექსპანსია, ის არის პირადი დრამა, რომელსაც ჩვენს სახლებში ვერასოდეს შევხედავთ. გვახსოვს ის, რასაც მანანა ამბობს, 30 წელი დუმილი იყო მისი წილი, და ახლა რომ მან დაასახელა სახელი, იქ იქნება პასუხისმგებლობის ახალი ღილაკი, სახლსა და ქვეყანაში. პასუხი არ არის მარტივი. თქვენ როგორ იგრძნობდით თავს, რომ იცოდით, თუ ამ წრემ აირჩია ის გზა, რომელიც წაგვიყვანდა ტრაგედიამდე, ის გზა, რომელსაც თქვენ ვერ შეცვლიდით. იქნებ ეს არის რთული კითხვების პირველი ნაწილი, იცი თუ არა, რომ შენი არჩევანის წონა მიაღწევს იმ ადგილს, სადაც სხვა ცხოვრება არ იქნება. და შეიქნება თუ არა საჯარო სოფლები უფრო მკაცრი, თუ ამ უკანონო წრის წევრები არ გამოეცვიან პასუხისგებაში. თქვენ რას მოიფიქრებთ, განთქმულ ლოიალურობას თუ პირადი ღირსების მოთხოვნას, როცა არჩევანი არის ტელეგრაფის მიერ გადმოცემული ერთი სიტყვა, ერთწოლიანი განჩინება. ოდესმე გიგრძვნიათ სხვის სხეულზე ტკივილი, რომელიც თქვენი ამ პარტავნობის გამო გახდება. ეს შეკითხვა რჩება თქვენთან, მზად ხართ თუ არა, რომ დაასახელოთ ყოველი პირი, რომელიც მონაწილეობდა ამ გადაწყვეტილებაში, ან შეინახოთ დუმილი, რომელიც წლების განმავლობაში იცავდა ფემლიურ სიმშვიდეს. დიახ, ბორბალი გაშვებულია. და ახლა როცა ფარდა გაიხსნა, ჩვენ გკითხავთ, მოახლებთ თუ არა შეჩერების ღილაკზე თითის დაჭერას, რომელსაც ეს წრე გქონებინებს იმ დღიდან, თუ დატოვებთ რაღაცას ჩაკეტილად იმას, რაც მოგცემთ შიშსა და წარსულის ჭრილობებს. რამდენი კიდევ წყვეტა გჭირდება, სანამ ერთი მართლა ბოლო შანსი არ გახდება. თქვენ რას ირჩევდით, დუმილს თუ გამორთვას? გულდასმით შეჩერებული გონების შუაგულში იჩენს ადგილს ფიზიკური ფენის მახსოვრობა, იმ სახის, რომლითაც ძალაუფლების სიმწარე დევს სხეულზე და თვალზე. ამ ნაწილში სიტყვები არ უნდა იყოს ხმაური, მათ შორის არის ჩუმი აღწერა, სეფისების გახდიდება, თმის თეთრი ნეონისავით გამოყვანა, ნაბიჯის შემცირება. წლების განმავლობაში, როცა ადამიანი ძალაუფლებაში რჩება, მისი სხეული იწყებს თამაშს, რომელიც არა მხოლოდ ასაკის დამატებაა, არამედ სულის ჩრდილის გამომხატველი. ხმა, რომელიც ადრე იყო მკაცრი და აპოლონური, იშვიათად გამოდის, ამ ხმაში ჩნდება ისეთი ბლომადობა, როგორიცაა არასაძინებლობა და პატარა ბურდული, და ეს ყველაფერი აძლიერებს წარმოდგენას, რომ მან, სადაც მან იცხოვრა, დარჩა დროის ნაკლებობით. სვიად გამსახურდიას სახე, რომელიც მანანა იცნობს, არ იქნებოდა მხოლოდ ნაფეხური სამოქალაქო მეხსიერების, იგი იყო ცოცხალი მოწმობა იმისა, თუ როგორ იქცევა ძალაუფლება სხეულად. მისი თვალები, რომლებიც ადრე მძაფრად ბზინავდა, ახლა მბზინვარე და დაღლილი იყო. მისი სიარული თანდათანობით მძიმე ნაბიჯებს დაემსგავსა, ძილი უხერხული გახდა და საღამოებს ხშირად ავადმყოფობის ტკივილი აკავშირებდა.
წლების განმავლობაში ხელისუფლებაში ყოფნამ მის სხეულს ასეთი ცვლილებები მოუტანა, ცვლილებები, რომლებსაც family და ახლობლები კარგად ხედავდნენ და რასაც მანანა მუდამ ინახავდა როგორც შინაგან მონოლოგს. მედიცინური დეტალების მხილება შესანიშნავად შეესაბამება იმ დილემას, რაც იყო მის გარშემო. პირადი ექიმი, როგორც მანანა ამბობს, დადიოდა თავიდანვე და შემდეგ მხოლოდ იშვიათად, წამლების რეცეპტები არ ხვდებოდა საჯარო დოკუმენტებში. თუმცა არქივებმა, მინიმუმ ნაწილობრივ, აჩვენეს შეკრებილი ჩანაწერები, სიები, რომლებიც მიუთითებდნენ არა მხოლოდ პრეპარატებზე, არამედ რაოდენობებზე და სიხშირეზე. ეს სიები, თუნდაც არასრული, გვთავაზობს ვერსიას, რომ არსებობდა დაავადება, რომელსაც არ ამბობდნენ ხმას, და რომ მისი მკურნალობა იყო იმავე რიტუალის ნაწილი, რომელიც ზოგჯერ არ იქნებოდა საჯარო. ექსჰუმაციის ნარატივები ამ ყველა ფენას ემატება. ექსპერტიზის დასკვნებმა, რომლებიც საჯაროდ გაავრცელდა, მიუთითეს, რომ გარდაცვალების მიზეზი დაკავშირებული იყო თავის არეში ცეცხლსასროლ ჭრილობასთან. თუმცა ეს დასკვნები არ იძლევიან საბოლოო და ამომწურავ პასუხს. ექსპერტიზამ ვერ შეძლო სანდო გადაწყვეტა, იყო თუ არა საქმე თვითმკვლელობასა, თუ მკვლელობას შორის. ეს გაურკვევლობა აჩენს კითხვებს არა მხოლოდ ტექნიკურ, არამედ ეთიკურ მხარეზე, როგორ ხდება, რომ მედიცინამ არ მისცა საბოლოო განსჯა, როცა გვამის მდგომარეობა იყო იმდენად დაზიანებული, რომ მისი კვლევა იშვიათად იძლეოდა გასაჩივრებელს. არქივის ფურცლები კიდევ უფრო გაუხეშდა, როცა აღმოჩნდა, რომ რამდენიმე გვერდი უბრალოდ გამქრალი იყო. არქივებში, სადაც უნდა ინახებოდეს რეცეპტები, მითითებები და რუქების ჩანაწერები, იყვნენ მონაკვეთები ცარიელი გვერდები, რომლებიც საზოგადოებას სრულ ისტორიას ვერ მიაწვდიდნენ. ეს გაუჩინარება შემთხვევითი არაა, ის გვეუბნება, რომ არსებობს საინსტიტუციო ინტერესის მოზიდულობა ინფორმაციის მიმართ. ვინ წაიღო ეს გვერდები და რატომ? იქნებ ეშინოდათ სიმართლის, რომელიც იქ იყო ჩაწერილი, ან ეშინოდათ, რომ ამ გვერდების გახსნა აჩვენებდა იმ ქსელს, რომელმაც მაშინ ბევრს აძლევდა ხელს. ეს არქივები ასევე აჩვენეს რგოლი ჩანაწერები, რომლებიც მისაღებში არ აღინიშნებოდა. ჩანაწერები ექიმების, რომელთაც არ ჰქონდათ საჯარო სახელი, და წერილები, რომლებიც დღემდე არ გასულა სინათლეზე. ეს ყველაფერი გუკარნახობს, რომ მედიცინისა და პოლიტიკის ზღვარი იყო ბუნდოვანი, რომ მკურნალობა და გადაწყვეტილებები შესაძლოა ჰქონოდა პოლიტიკურ მიზნებს. მაშ, როცა ჩვენ ვსვამთ კითხვას იმაზე, თუ სად მთავრდება ექიმის ფიცი და იწყება სახელმწიფო ინტერესის მოთხოვნა, ჩვენ მდგავართ გადაწყვეტილების წინაშე, პასუხი არ არის მარტივი და ის მოითხოვს ცლობით შეცდომის გამოსწორებას. შესაბამისად, ამ თავის მიწურულში არის ერთი კითხვა, რომელიც მკითხველს მიმართავს პირდაპირ, რამდენად მზადაა საზოგადოებისათვის და განსაკუთრებით ოჯახისათვის, გადაიტანოს სამედიცინო საიდუმლოებები საჯაროდ და დაუწესოს პასუხი იმ ინსტრუმენტებს, რომლებიც შეიძლება გაბედულად გამოიყენეს პირადი ჯანმრთელობის გაუმწარებლად. მზად არის თუ არა სახელმწიფო არქივები გააღონ და დააბრუნონ გვერდები, რომლებიც დღეს ვერ ვხედავთ, რათა family-ს და ქვეყნისთვის მიღებული სიმართლე არ დარჩეს მხოლოდ სამკაულად. და ბოლოს, როგორ უნდა მოვიქცეთ, როცა ვიცით, რომ სხეულის ინფორმაცია შეიძლება იყოს იარაღი, რომელიც იყენებენ პოლიტიკოსები. თქვენ რას მოიმოქმედებთ, როცა გაიგებთ, რომ სხეულის ჩაწერილი ნიშნები უფრო მეტს ამბობენ, ვიდრე საჯარო სიჩუმე? ჩვენ მივყვებით იმ ეკონომიკურ და პოლიტიკურ ხაზს, რომელიც აქ იკვეთება და ვხედავთ, რომ ყველასთვის ცხადი მოსაზრება ერთია, ვინ მიიღო უპირატესი მდგომარეობა მისი გარდაცვალების შემდეგ და ვის წაადგა ამ ამბის დასრულება. მანანა არჩვაძემ ერთის მნიშვნელოვნად დაასახელა სახელი, რომელიც ბევრი ქართველისთვის ნაცნობია, მას ეს სახელი აერთიანებს არა მხოლოდ პიროვნებას, არამედ სისტემურ ქსელს. როცა აქ აუნიშნავთ, რომ ერთი ადამიანი პოლიტიკურად და პრაქტიკულად მიიღო ყველაფერი, ეს არ არის მხოლოდ მეტაფორა. ეს არის რეალური ეკონომიკური და პოლიტიკური გადანაწილება, რომლის შედეგადაც ზოგიერთმა ადამიანმა იგრძნო თავი გამარჯვებულად იმ დილემის შემდეგ. მთავარი კითხვა ის არის, ვის სარგებელზე იყო ასეთი ცვლილება? ზოგი ამ ცვლილებას აბრალებს ედუარდ შევარდნაძეს, რომელმაც შემდგომში მოიპოვა ლიდერის პოზიცია და რომელსაც ქვრივი პირდაპირ დაადანაშაულებდა პასუხისმგებლობაში. სხვები, მათ შორის family-ს წევრები და მაშინდელი მომხრეები, უფრო კონკრეტულ პირებსა და უწყებებს ხედავენ, მათ შორის იმ სტრუქტურებს, რომლებიც ხელმძღვანელობდნენ უსაფრთხოების ოპერაციებს და ავთანდილ იოსელიანს, რომლის სახელს მანანა აყენებდა როგორც ერთ-ერთ შესაძლო შემსრულებელს. ეს კითხვები არ არის მარტივად გადაწყვეტადი. ისინი ერწყმიან საზოგადოებრივ გულწრფელობასა და პირად ტრაგედიას. ეკონომიკური თვალსაზრისითაც არსებობს კითხვა, ვის მიუღია ფინანსური კონტროლი იმ პროცესის მერე, რომელიც ერთი ადამიანის სიკვდილს მოყვა. რაც მოხდა შემდეგ იყო გარკვეული პრივილეგიები ახალი ხელისუფლების გარშემო, სამსახურის შენარჩუნება, საჯარო თანამდებობები და იმპროვიზებული სავაჭრო პოზიციები, რომლებსაც სხვები ვერ მიაღწიებდნენ. ეს მართავს მათ განცდას, რასაც ქვრივი და მისი ოჯახის წევრები წლებია აცხადებენ.
კვლევის დასჯის გარეშე ახალი პოლიტიკური წესრიგი გარკვეულ ჯგუფებს უფრო მიმზიდველად მოეჩვენა. მაგრამ იმის თქმა, რომ ვინმე მიიღო ყველაფერი, მოითხოვს კონკრეტულ მტკიცებულებებს. აქ ჩანს ჩვენი მთავარი პრობლემა. მტკიცებულებები, რომლებიც მიდიან კონკრეტულ ოფისებამდე და სახელებსა და ანგარიშებამდე, ხშირად იკარგება ან განადგურდება. თუ არქივში იყო გვერდები, რომლებიც გამქრალი არიან, თუ მოწმეები 10 ან 30 წლის განმავლობაში დუმდნენ ან შეცვალეს ჩვენება, მაშინ რთულია ჩვეულებრივი სამართლებრივი გზით დაადგინოთ, ვინ იყო მაშინ მთავარი გამარჯვებული. Therefore, საქმე ზუსტად იმაზე მეტყველებს, თუ რაოდენ ძლიერია სისტემური მოწყობილობა, რომელსაც შეიძლებოდა ჰქონოდა როლი ისტორიის შეცვლაში. მანანა არჩვაძის გაოგნებული ღიმილი და მისი ხმოვანი აღნიშნა, რომ მან დაასახელა ავთანდილ იოსელიანი, არ არის მხოლოდ მეთოდი დასახელების, ეს არის დამამცირებელი ახსნა მათთვის, ვინც წლები ითმენდა. ამ სახელმა უკვე მოახდინა საზოგადოების ნაწილი, რომელმაც იცის, რომ მის უკან არის ქსელი, და როგორც გარეგანი წრეები უკვე აღიარეს, ეს ქსელი ნიშნავს იმას, რომ გარკვეული პირები მიიღეს უპირატესობა იმ დღეს. მაგრამ ყველაზე მთავარი კითხვა მაინც რჩება, იქნება თუ არა სამართლიანობა იმდენად ძლიერდება, რომ დაადგენდეს ვერც განაცხადებულ სახეებს და ვერც იმ გვირაბებს, რომლებსაც ისინი იყენებდნენ. ეს ბოლო ნაწილი იკვეხნის არა მხოლოდ ემოციური ტრაგედიისგან, არამედ ეთიკურ გამოცდად, თუ თქვენ იცით სახელი და თუ თქვენი შინაგანი გრძნობები მოითხოვს ნამდვილი მოქმედება, თქვენ რას გააკეთებთ, რომ აქ მოთის სახელი სამართლებრივი ჭეშმარიტების წინაშე? ეს არის კითხვა, რომელიც აღარ არის მხოლოდ ისტორიული ან ჟურნალისტური, ეს არის კითხვა, რომელიც მიმართულია პირდაპირ თქვენკენ. შემოდგომის მსგავსად, როცა სიმართლე უფრო და უფრო ზედაპირზე ამოდის, ჩვენი არჩევანი უნდა იყოს მკაფიო, დაეხმარებით თუ არა families, შეეკრიბებით საზოგადოებას და დააყენებთ მოთხოვნას 100-დან 1-ზე, რომ ყველა არხი გახსნას, თუ არა, მზად ხართ კიდევ ერთი წამის გამოტოვებისთვის, რომელიც საშუალებას მისცემს, რომ სიმართლე განაგრძოს დაზიანება. მანანა 30 წელი დუმილი ინახავდა. ახლა მან დაასახელა სახელი და ეს სახელი ბევრი ადამიანისთვის ცნობილია. თქვენი პასუხი არის მნიშვნელოვანი, თქვენ როგორ დაასრულებთ ამას? ეს კითხვა უყვება არა მხოლოდ ოჯახის სიმართლეს, არამედ ქვეყნის მომავალად. უსაფრთხოების სამსახურმა ერთხელ ინახებოდა დოსიე, რომელსაც კოდი ჰქონდა, კოდი, რომელიც მბრძანებლობის საიდუმლოებას ვერ შლიდა ან მაგან წინაშე. ეს დოსიე არ იყო უბრალო ფოლიო, ეს იყო ზღვარი, სადაც ოჯახური საიდუმლოსა და სახელმწიფოს ჯიბეები ერთმანეთს ეჯახებოდა. ქაღალდებზე იდგა სახელი, რომელიც მოულოდნელად გამოდის მანანას გულიდან, არა როგორც შურისძიების ფორმულა, არამედ როგორც საუკუნოვანი ფიცის გახსნა. მანანა მთელი ამ წლები ითვლიდა იმას, რომ იქ იყო ფურცლები, რომელთა ტექსტი ცალსახად განსაზღვრავდა ისტორიის ერთ ასპექტს. როცა მან თქვა, რომ არსებობდა დოსიე და რომ მას ჰქონდა კოდი, ეს იყო საჯარო გამოცხადება, მე ვიცოდი იმას, რაც ბევრი ვერასოდეს წარმოიდგენდა. დოსიეს ბეჭედი ვერც ერთი წუთით არ იყო საყრდენი, მასთან ერთად მიდიოდა კითხვა, ვინ ჩაწერა ეს და ვინ გააუქმა მერე ის. მანანა ოჯახში იცავდა არა მხოლოდ ნივთს, არამედ მანტრას, მან იცავდა თითოეულ ფურცელს, როგორც წარსულის ნიმუშს. პოლიტიკა იქ არ იყო სუფთა ტექნიკურად, პოლიტიკა იქ იყო ოჯახის ტკივილის შემადგენელი ნაწილი. დოსიე, როგორც იარაღსავით, მოქმედებდა ორი სცენის შორის. ერთი იყო შინაგანი, სადაც ქვრივი ინახავდა თავის მეხსიერებას, მეორე საჯარო, სადაც სტეიტს მანქანა მუშაობდა. ჩვენ ვდგავართ იმ წერტილში, სადაც ყურადღება უნდა მოაქციოს იმ ნაწილებს, რომლებიც ადრე დაფარული იყო, თუ დოსიე მართლაც არსებობდა და თუ მასში დაფიქსირებული იყო ბრძანება, მაშინ როგორ შეიძლებოდა ეს ბრძანება აღმოეფინოს მხოლოდ ოჯახურ მოგონებაში და არა საჯარო ანგარიშში. როცა იკითხავთ, თუ რატომ ვერ აღმოჩნდა დოსიე მაშინვე არქივებში, პასუხი წარსულს იქით მიდის. ძალაუფლების კონცენტრაცია ისეთ სახლში უსაფრთხოების სტრუქტურამ შეადგინა აბსოლუტური სიები. ეს არ არის მხოლოდ ტექნიკური აღწერა, ეს არის მოთხრობა იმაზე, თუ როგორ შეიძლება ერთი კოდი იყოს საკმარისი, რომ ერთი ცხოვრება გახდეს საჯარო ტრაგედია. თქვენ შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, როგორ ეშმაკურად იყო დაფარული თითოეული სტრიქონი და როგორ აისახა ამას ადამიანის ცხოვრება. და მაინც, მთავარი კითხვა რჩება, თუ დოსიე არსებობდა და თუ მანანა მას იტენავდა როგორც პანდორის ყუთს, რატომ დარჩა ის დავიწყების და გაუჩინარების ქვაბში? და ვის ესაჭიროებოდა ეს გამქრობა სახელმწიფოს კონკრეტულ ადამიანებს, თუ იმ სისტემებს, რომლებსაც დღესაც ვერ ვეფერებით როგორც სრულად გამჭვირვალეებს? უნდა გადავხედოთ იმ ჩანაწერებს, რომლებიც მანანა ინახავდა და ვეცადოთ ავადგინოთ მიგნების ნაკადი, ფურცლები, ბეჭდები, პატარა ჩანაწერები, ეს ყველაფერი ქმნის მოწმობას. უმცა ყველაზე მძიმე დასკვნა არ არის ტექნიკური, ის არის მორალური. დოსიე, რომელიც ამბობდა სიმართლეს, შეიძლება ყოფილიყო ერთად მნიშვნელოვანი და საშიში. და თუ ის მართლაც არსებობდა, მაშინ უნდა ვკითხოთ, რატომ გახდა ის მუქარა, რის გამოც მას ამოიღებდნენ.
თქვენ რა მოიქცევით, როცა გაიგებთ, რომ ერთადერთი პაკეტი, რომელიც ინახავდა ბრძანებას, უბრალოდ გაქრა იმისთანა დღეს, როცა ქვეყნმა მოლოდინები დაკარგა? ეს კითხვა ისევე კითხება თქვენ, მაყურებელს, მზად ხართ მასთან პირისპირ დადგეთ და გკითხოთ, ვის და რატომ უნდოდა ეს ფურცლები გაქრობა. ოჯახურ ემოციას პოლიტიკური ნიუანსი შეხება. მანანასთვის დოსიე იყო არა მხოლოდ საბუთი, იგი იყო წყარო ძმის სიტყვისა, ნათესავის ლექსისა, კაცის დღის ჩანაწერისა, რომლის ბოლო გვერდზეც შეიძლება ყოფილიყო რაღაც ისეთი, რაც სრულიად შეცვლიდა მკითხველს. პოლიტიკაში კი დოსიეს არსებობა ნიშნავს პასუხისმგებლობას იმაზე, რომ ქვეყანა მაჩვენოს საკუთარი ისტორიის სიმკაცრე. ახლა როცა დოსიე გაჩნდა როგორც თემატური მუხტი, ჩვენ უნდა ვკითხოთ, ვისი თავი ატყუებს ქვეყანას, იმ ადამიანების, რომლებსაც ახლა ძალაუფლება აქვთ, თუ იმ ინსტიტუტების, რომლებმაც შემოიღეს ჩუმი წესები. და ბოლოს, როცა ფურცლები გაქრა, ვინ აიღო გადაწყვეტილება არაჩვეულებრივად ამოეგდო სიმართლე საზოგადოდ? ამ შეკითხვით დასასრულის მხოლოდ ერთ გზას ვაყენებთ, რომლებმაც იციან მეტი უნდა მიიღონ პასუხისმგებლობა და გამოიტანონ დოსიე სინათლეზე. მაგრამ თუ დოსიე დარჩება დაფარულად, მაშინ ღირებული კითხვა რჩება, ვის აწყობდა სიმართლის დამალვა და მზადაა თუ არა საზოგადოება აიღოს ის პასუხისმგებლობა, რომელიც მანანა აწარმოებს. თქვენ რას მოიპოვებთ, სიმართლის სიმკვეთრეს თუ კომფორტულ და უსაფრთხო დაუდევრობას, რომელიც გვიტოვებს შეუცნობელ წრეებში? ისიც კითხვა რჩება, თუ ამ დოსიეს კოდმა ერთხელ გადაწყვიტა, ვინ იცოცხლებს და ვინ წავა, დღეს ვის მიმართავს ის კოდი? ზოგჯერ დოსიე არ არის მხოლოდ ჩაწერილი სიტყვები, ეს არის ცივი, ნაწილობრივ დაშლილი ნოტები, რომლებშიც წერია იმგვარი დეტალები, რომლებსაც ალბათ ვერც ერთი ფემლის საწუხარებს მოუნდობლობდნენ. დაახლოებით ამ ნოტებში შეიძლება აღმოჩნდეს არა მხოლოდ ბრძანების ან სახელის ხაზი, არამედ ცალკეული ნოტები, დროის მონაკვეთები, პირადი ტელეფონოგრამების საგნები, რომლებიც ურთიერთმოქმედებენ ფემლის, ტკივილსა და სახელმწიფოს მოქმედებას შორის. იბადება კიდევ ერთი კითხვა, ვინ აიღო ეს ფაილები და სასამართლომდე რატომ არ იქნა მიტანა ის, რასაც მანანა ინახავდა? მზად ხართ ამისთვის, რომ თვალები გაახილოთ და ნახოთ, რა არის იქ დაფარული, ან შეამჩნევთ, რომ კვლავ დაიხუროთ ეს ფაილი და ცხოვრება ჩვეულებრივად გაგრძელდეს? ახლა მე გეკითხებით პირდაპირ თქვენ ხმისმყოფო, მზად ხართ თუ არა, თქვენ დამოუკიდებლად მოითხოვოთ დოსიეს გახსნა და გამოასხათ ის სინათლეზე, მაინც და მაინც თუ ეს ნიშნავს ძლიერი და დრამატული კონფრონტაციის დაწყებას იმ ხალიჩაზე, რომელსაც ჩვენ სახელმწიფო ვუწოდებთ? ვინაიდან კითხვები დარჩნენ, პასუხი თქვენზეა, აიღებთ თუ არა ხელში დოსიეს ბეჭედს და შემოწმებას? ან დარჩებით იმ როლში, რომელიც კარგად იცით ყურების დაკვირვებით, მაგრამ სათქმელად უსიტყვოდ? თუ დოსიე სიმართლეა, მაშინ სად იქნება სამართლიანობა, როცა იმავე სიტყვებს ხმად აცილებენ? და თუ არა, თუ ეს დოსიე შიდა თამაშია, ვინ გადაიხდის მის მოუხერხებელ ფულს? ეს კითხვა თქვენ გადაგეკიდათ და მანანას სახელი, ავთანდილ იოსელიანი, კვლავ აკვეთავს სახელს ქვეყნის მეხსიერებაზე. მზად ხართ თუ არა აიღოთ ეს სიმძიმე? თქვა თუ არა, თქვენ მზად ხართ რამე გააკეთოთ? პირველი ფრაგმენტი, დუმილი გატეხილია. მანანა ხმამაღლა ამბობს, რომ ერთმა მისმა გვერდის პირველმა მოსმენამ გაიგო, მან მაჩვენა ადგილი, სადაც დევს ის ადამიანი. ეს სიტყვები, თამამად წარმოთქმული ხსნის პირას და მათში, მოწმეთა სამყაროს. იმ ადამიანმა, ვინც მაშინ გვერდში იდგა, თქვა, რომ ჩვენ გვქონდა წინააღმდეგობები და რომ ზოგიერთ იქნიყო უცხო. მათი ჩვენებები არ არის მხოლოდ ტექნიკური, ისინი არიან განცდები, რომლებიც აჩვენებს, რომ ერთმა გუნდმა შეიძლება იცოდეს, მაგრამ სხვამ არა. ეს განცდა არის ის, რასაც ჩვენ ახლა ვეძებთ, მსგავსი ხმით ნათქვამი ფსიქოლოგიური სიმართლის ნაჭერი, რომელიც არ ყოფნის სხვების ეპიზოდს. შეიძლება გკითხოთ, რა სარგებელი შეიძლება აეღო იმ ადამიანს, ვინც მიატოვა თავის ერს? იყო თუ არა ეს ის, რაც ცნობილია როგორც ბზაკრული პაცია, იქ სადაც ერთმა მეგობრობამ სხვებზე მეტი მიიღო? ეს არაა თეორია, ეს არის ისტორიული ფაქტის მონაკვეთია, რომელიც აჩენს მორალურ კითხვებს. და როცა მანანა ამბობს სახელს, ის არა მხოლოდ განმარტავს ფაქტს, არამედ აღძრავს შეკითხვას იმაზე, როდის სიმართლე გადაღებულა და როდის უკან დაიყენეს პირები, რომლებიც ამ სიმართლის გამხელას შეეძლოთ. ეს მეორე ნაწილის კითხვა მიმართულია თქვენკენ, ნამდვილად გინდათ გაგება, თუ ვინ მიიღო გადაწყვეტილება იმ ღამეს? და თუ გსურთ, მზად ხართ გაიგოთ, რომ გადაწყვეტილება არ იყო ერთეული, არამედ სისტემური? ეს არის კითხვა, რომელიც ყველას უნდა უსმინდეს. თქვენ მზად ხართ თუ არა პასუხის მისაღებად? ეს კითხვა არ არის გულუბრყვილო, ის არის გამოძაღებული და მკაცრი.
და ბოლოს ერთ შეკითხვას გაგიმეორებთ, თუ მანანა დაასახელა სახელი, ავთანდილ იოსელიანი, მზად ხართ თუ არა, რომ ყოველდღიურად გაიღრმაოთ ეს სახელით გამოწვეული ცოდნა და გამოაცხადოთ, ვის ეკუთვნის პოლიტიკური პასუხი. ობიექტურად რომ ვთქვათ, მოძველებული მტკიცებულებები და მოწმეთა ცვალებადი ჩვენებები აჩენს ადგილობრივ არაინფორმირებულობას და სწორედ ამიტომ არის საჭირო ახალი გაგება და ახალი კითხვა, თუ ეს ყველაფერი არის მხოლოდ ერთი ნაწილი იმ ქსელის, რომელიც ეჭიდავებოდა ქვეყანას მაშინ, რატომ დარჩა გმირობა და მეგობრობა ასე მძიმე, როცა საქმე მის დასჯას ეხება? და თქვენ თუ მზად ხართ, როგორ გაიხადავთ ამ სიმართლეს საჯაროდ? ახლა აცადეთ ერთი კითხვა, რომელიც თქვენთვის უნდა იყოს უმთავრესი, მზად ხართ თუ არა ხმა გამოაცოცხლოთ და მტკიცებულების კითხვა დააყენოთ დღის წესრიგში, არა მხოლოდ იმიტომ, რომ იმედი არ გაქვთ, არამედ იმიტომ, რომ გიყვართ სიმართლე და გინდათ, რომ საზოგადოებამ აიღოს პასუხისმგებლობა. თქვენი პასუხი და ქმედება გადამწყვეტია. თქვენ მე გეკითხებით, აითვისეთ ეს გამოწვევა. მზად ხართ თქვენი პასუხი? მანანა არჩვაძის ხმამ, რომელიც ორი თაობის დუმილში ფესვებივით იყო ჩაღმულებული, უპასუხოდ არ დარჩენილა. მისი აღსარება, ავთანდილ იოსელიანის სახელის დასახელება გააჩინა ახალი ტალღა, რომელიც გადადიოდა ოჯახურ წრეს, პოლიტიკური ინსტიტუტების კარებთან და საზოგადოების გულში. ამის შემდეგ სამი ბიძგი იკვეთება და მათგან თითოეული განსაზღვრავს მომავალს. პირველი, ოჯახი. ქვრივი და მისი შვილები მიიღეს სიმართლის ახალი სახე, მათი პირადი ცხოვრება აღარ შეინარჩუნებს იმ ჩვეული სისხლის მიერობას, რადგან მათი ჭრილობები გახდა საჯარო. ოჯახს მოუწევს ისეთი საქმის წამოწყება, რომელიც ადრე ძალზე მძიმე იქნებოდა, საჯარო მოწმეობას საგამოძიებო განცხადებები, ნდობის აღდგენა. მანანას სასამართლო გზებში, მედიაში და ქუჩებში გამოჩენა არის როგორც შეჯიბრი, ისე გამოძიების მორალური საყრდენი. მათი დღეები აღარ იქნება მხოლოდ ოჯახის საყვარელი მოგონებები, ისინი უნდა იმოდინონ როგორც ისტორიის ნაწილი, ვინც ეძებს პასუხს მის დაკარგვაზე. ეს არის მძიმე, მაგრამ აუცილებელი პროცესი. ოჯახი ახლა არ არის მარტო, მისი ჭრილობები ქვეყნის ისტორიის ჭრილობებიც ხდება. მეორე, ისინი, ვინც უშიშროების წრიდან იყვნენ და ვინც სავარაუდოდ მიიღეს მალული გადაწყვეტილებები. მათი ბედი არ არის სამართლიანობის ერთი ღამე, ის არის სქელი მონაკვეთი, რომელსაც მოითხოვს პასუხი. იქნებ ზოგიერთმა ამ ადამიანებმა მოიპოვეს დროებითი განსვენება, მაგრამ საზოგადოებრივი წნეხი და სამართლებრივი გამოძიებები გადაიქცევა იძულებით ცხოვრებად, რომელსაც არასოდეს არ დაესვენება. ზოგი ეყოლება საჯარო რუქებზე და შეუსრულებლობაში, ზოგი კი იცნობს იმას, რომ ძალაუფლების შეცვლა ვერ დაიხურავს იმ უკსკრულს, რომელსაც წარსული მას გააჩინა. წინაშე მდგარი შეკითხვა, ვის მოეხდა სასარგებლოდ ეს გარდაცვალება და შეძლებს თუ არა სამართალი დატყდეს იმ ძალისიმების წრის წინააღმდეგ, რომელსაც მანანა აინტერესებს? მესამე, ქვეყანა. სვიად გამსახურდიას ტრაგედია არ არის მხოლოდ ერთი ოჯახის ან ერთი კაცის ისტორია, ეს არის საკითხი ქვეყნის ცნობიერებისა. მანანას სიტყვა, პუბლიკაციებმა და უკანასკნელმა გამოძიებებმა უკვე შეცვალა პოლიტიკური დისკურსი, ძველმა პიროვნებებმა, რომლებიც მოვიდნენ და გამოიყენეს სახელმწიფო მექანიზმები, ახლა აცხადებენ უფლებას სამართლებრივზე და მორალურზე დამხედველობაზე. ეს პროცესი შლის ძველ ნორმებს და იძლევა საშუალებას სტანდარტებს, სადაც ერთი ადამიანის სიანი აღარ იწამებს მთელი საზოგადოების საქმეებს. ამით ქვეყანა იგებს იდენტობას, თუ ის არ ეღირსება სიმართლეს, მას დარჩება ღრმა ღიმილი და განშორება. თუ სიმართლე გაიჟღერებს, ქვეყანას აქვს შანსი აღადგინოს ნდობა და ახალი ღირებულებები. მაგრამ შედეგები არ არის ავტომატური. ოჯახისთვის სამართლიანობა ნიშნავს თანაცხოვრება მორალურ და სამართლებრივ ბრძოლასთან. დამნაშავეები, რომლებიც შესაძლოა იყვნენ დღეს თავისუფლებაში, შეიძლება ხვალ აღმოჩნდნენ ახალი რეალობის წინაშე. და ქვეყანას მოუწევს არჩევანი, მიეცემა თუ არა პირადი მიზნებისთვის უკანონო გზა, თუ საბოლოოდ ვირჩევთ ყოფნა სამართლებაზე და სიმართლეზე დამყარებული საზოგადოებისთვის. ამ ფილმის ბოლო ჩასაფრებისას, როცა ყველა ძირითადი კითხვა დასაკარგი გახდა და ყველა მტკიცებულება მომავალი დღის წესრიგში განიხილება, მთავარი კითხვა მრჩება ღია და მწვავე, მანანა დაასახელა სახელი, ავთანდილ იოსელიანი, და ეს სახელი გაიჟღერა მთელ ქვეყანაში, თითქოს ეს მხოლოდ დასასრული იყო. მაგრამ მთავარი კითხვა რჩება, ვინ სინამდვილეში დააჭირა ისტორიის ღილაკს და რატომ სიმართლე დღემდე ტრიალებს არქივების მტვერში? იქნება თუ არა ეს ქვეყანა ისეთივე როგორც ადრე, თუ აღარც კი შეეგუება იმ დუმილს, რაც მანანა ხელუხლებლად ინახავდა? საბოლოო პასუხი ყველა ჩვენზეა, თვალდახუჭული თუ ღია, მაგრამ მთავარია ერთი, სადაც სიმართლე ხან უჩინარდება, ხან მიმავალია, იქ რჩება საკითხი, რომელსაც ვერავინ პასუხობს მარტივად.
არც ერთი ინსტანცია, ვერც ერთი არქივი და ვერც ქრისტი ადამიანი არ გასცემს მის წონას მარტივად, ამიტომ მთავარი კითხვა კვლავ თქვენზეა, მაგრამ ვინ იყო სინამდვილეში ის, ვინც დააჭირა ისტორიის ღილაკს? და რატომ მართვართ სიმართლე დღესაც ფერფლში არქივების? სცენის ბოლოს თქვენ დარჩებით იმ პრობლემით, რომელიც მანანა დაიგააჩინა, სად ხართ თუ არ აიღოთ ეს სიმძიმე და შეეჯახოთ სიმართლის კარებს. თქვენი პასუხი და თქვენი ქმედება აღარ არის მარტო ისტორიული ან ჟურნალისტური აქტის ნაწილი, ის იქნება ქვეყნის მომავალის განსაზღვრის სამი მთავარი ბიძგიდან ერთ-ერთი.